გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. გასულ დღეებში განვითარებული მოვლენებით ცხადყოფს, რომ საქართველოს პროკურატურის ქალბატონი ბესელიას და ქალბატონი კობახიძის მოქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155 მუხლის მიხედვით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია, ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 140 საათამდე, ან და გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუხარით, ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე. ქალბატონმა ბესელიამ, ქალბატონმა კობახიძემ და საქართველოს პროკურატურამ ისარგებლეს სამსახურეობრივი მდგომარეობით და სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ რუსთავი ორს, მათთვის არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში. თუმცა მუხარა არ გაჯრა. რუსთავი ორმა საკმარისი მასალა გამოაქვეყნა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ისევ გვისმენენ. განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაში ვართ, ოპოზიციაში თუ კერძო ბიზნესს ვეწევით. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ისეთი მიმზიდველი არ არის დასავლეთისთვის, როგორც წინა მთავრობა იყო. ასე მითხრა ინტერვიუს დროს ამერიკის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, აქტიურმა ატლანტისტმა ბრიუს ჯექსონმა, რომელსაც ახალ საერთაშორისო რეალობაზე ვესაუბრე. ინტერვიუს გადაცემის დასაწყისში შემოგთავაზებთ. შემდეგ კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიგიზიდოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს და ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ვარდნა, დაზარალებული საერთაშორისო იმიჯი, კრიმინოგენული ვითარება, ინსულინის შპრიცები სადარბაზოებში, თვეობით დაკეტილი იუსტიციის სახლი, რელიგიური შუღლი, 17 მაისი ყველაფერი წინა ხელისუფლების ბრალია. სასამართლოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკონტროლებს. ფარულ მოსმენებსაც კი ოპოზიცია აწარმოებს. მოკეთ დაგველოდეთ წინ საინტერესო სტუმრებთან, საინტერესო საუბარი გელით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის ტაბულას ეზოში ვიპოვეთ მოსასმენი მოწყობილობა. ჩავთვალეთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შემოაგზავნა. მოკლედ ეს არის მატახარი კუ, რომელიც დღეს აღმოვაჩინეთ ტაბულას ეზოში და ჩავთვალეთ, რომ აი ესეთი მეშვეობით, ასეთი საშუალებებით გვისმენს წინა ხელისუფლება. ალბათ მიხვდით, რომ დღევანდელი თეორემას თემა არის რუსთავი ორის ირგვლივ დატრიალებული ამბები. ამას გარდა ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რატომ ეჩვენება ამერიკის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, აქტიურ ატლანტისტს, პოლიტიკურ აქტივისტს ბრიუს ჯექსონს საქართველოს მთავრობა უფრო ნაკლებად მიმზიდველი, ვიდრე წინა მთავრობა. ამის შესახებ მან ინტერვიუში მითხრა, რომელსაც ცოტა ხანში შემოგთავაზებთ, მაგრამ მანამდე ჩემს სტუმრებს წარმოგიდგენთ მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, ასევე ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი და სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი, საგამოძიებო ჟურნალისტიკას ეწევა, ქალბატონი ნინო და თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. დიდი მადლობა ჩემთან რომ მოხვედით. მანამდე სანამ უშუალოდ რაზეც მოგიწვიეთ იმ თემაზე ვისაუბრებდეთ, მინდა რომ 15 წუთიანი ინტერვიუ ნახოთ, რომელიც გუშინ ჩავწერე ბრიუს ჯექსონთან და იქიდან გამომდინარეც მექნება კითხვები ძირითადად თორნიკესთან და არა მხოლოდ. Good afternoon, Bruce. Thank you for. საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით, რომ დათანხმდით ჩვენთან საუბარს. You have been named as Charlie Wilson of. თქვენ ჩარლი ვილსონს გადარებენ ხოლმე, ოღონდ ამბობენ, რომ მისგან განსხვავებით იმაზეც იზრუნეთ, რომ უკეთესი შედეგი მიგიღოთ და ამ მიზნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეხმარებით ნატოსა და ევროკავშირში დაბინავდნენ. ამ საკითხში თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე ვლადიმერ პუტინია, რომლის მიზანით საპირისპიროა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორ გამოიყურება ეს დაპირისპირება?
მე კომპლიმენტად ვიღებ ჩარლი უილსონთან შედარებას, ოღონდ გადაჭარბებული მგონია. მე პერიოდულად თანამშრომლობ ნატოს კომიტეტთან, ახლა გარდამავალი დემოკრატიების პროექტში ვარ. მიზანი შემდეგია, იმ ქვეყნების დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, რომლებიც ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩნდნენ. არსი მარტივია, 1945 წელს ევროპის ბევრ ქვეყანას ძალიან კარგი შანსი მიეცა. იგივე იმსახურებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროპაში 1989 წლის შემდეგ გაჩნდნენ. ამას მოითხოვს ელემენტარული სამართლიანობა. ეს პროცესი არ დაწყებულა რუსეთთან დაპირისპირების მიზნით. პირიქით, რუსეთი განიხილებოდა მთელი და თავისუფალი ევროპის ნაწილად, რომლის შენებაც დაიწყო. სამწუხაროდ, ახლა როცა 20 წელზე მეტი გავიდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ეს პროცესი კარგად არ მიდის. ახლა ეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის განხეთქილების საგანია. ცალსახა არაა, რას უკავშირდება ეს დაპირისპირება, ისე ჩანს, რომ მიზეზი ვლადიმირ პუტინის ნატივისტური მსოფლმხედველობაა მსოფლიო წესრიგის შესახებ, რასაც ევროპა და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება. ამ მსოფლმხედველობრივმა სხვაობამ გამოხატვა უკრაინაში ჰპოვა. Thank you. გერმანია ნატოს ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, ნაკლებად მიესალმება ახალ წევრებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში 2008 წელს აღნიშნეთ, რომ ბერლინი თავს მოსკოვის ბიზნეს პარტნიორად აღიქვამს და კრემლის გამოხტომების დასავლეთისთვის ახსნითაა დაკავებული. ახლა რა ხდება? ცვლილებას ხომ ვერ ამჩნევთ გერმანიის საქციელში რუსეთის მიმართ? After Ukraine. რუსეთის ინტერპრეტაცია არა მხოლოდ მრავალგვარი ალიანსის წევრებს შორის, არამედ დამაბნეველიცაა, იმიტომ რომ სულ იცვლება. მოკავშირეები იცვლიან პოზიციებს მუდმივად. მაშინ, როდესაც ევს თქვი, ისე ჩანდა, რომ ბერლინი მოსკოვს ეკონომიკური კუთხიდან უყურებდა. გერმანიაში მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბებდა ახალი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან. ამგვარი ხედვა მინისტრ შტაინმაიერთან და კანცლერ შროდერთან ასოცირდება. შეერთებულ შტატებს ძალიან განსხვავებული ხედვა ჰქონდა მაშინ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას. დემოკრატიის პროაქტიულ გავრცელებას უჭერდა მხარს უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ მხარს უჭერდით საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ამერიკა უფრო ხისტი მოქმედებების მომხრე იყო. ვფიქრობდით, რომ ამ საქმეში ნატოს გამოყენება მართებული იქნებოდა. ასე რომ მაშინ ბერლინისა და ვაშინგტონის ხედვა შორის კოლიზია შეიქმნა. ეკონომიკური არგუმენტები უსაფრთხოების არგუმენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ახლა ბერლინისა და ვაშინგტონიც უკმაყოფილოა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში კრიზისის პასუხად ამერიკამ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 600 ჯარისკაცი გაგზავნა. ამერიკამ გაგზავნა, ნატომ არა, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობის გამო. რას ამბობს ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე? რას ფიქრობთ ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის მომავალზე? ბევრი ნატოს კრიზისში მყოფ ორგანიზაციად მიიჩნევს, რადგან ცივი ომის შემდგომ პერიოდში მან რუსეთის სახით მტერი დაკარგა. ახლა რა მდგომარეობაშია ნატო? But now, I mean, where the NATO stands in your view? ნატო კრიზისშია, ოღონდ ამის მიზეზი უკრაინა არ არის. 600 ჯარისკაცი საკმარისია თუ მაკდონალდსის რესტორნის გახსნას ვაპირებთ. ევროპის დასაცავად იქ სულ ცოტა 100,000 ჯარისკაცი გვჭირდება, ეს მინიმალურია თუ დაცვას ვაპირებთ. ჯარისკაცთა ჯგუფის 600 ჯარისკაცის ან 4 F-16-ის გაგზავნა ძირითადად სიმბოლური მანევრებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ რუსეთს გავაგებინოთ. რამდენად სერიოზულად აღვიქვამთ ყირიმის ანექსიას და ევროპული საზღვრების კონცეფციის უარყოფას. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მოქმედებას სამხედრო მნიშვნელობა აქვს. მეტიც ვფიქრობ, გამიზნულად არ აქვს სამხედრო მნიშვნელობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძალიან ცხადად თქვა, რომ ის არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას უკრაინის გამო. სანქციების ცალკეულ ინდივიდებზე ვიზების არ გაცემას, რბილი ძალის გამოყენებას კი. ჩვენ არ გვინდა პოსტსაბჭოთა სივრცის მილიტარიზება, როგორც ჯორჯ კენანმა 70-80 წლის წინ აღნიშნა, ჩვენი გეგმაა მოსკოვთან პოლიტიკური კონფლიქტის დემილიტარიზაცია მოვახდინოთ. რა იყო შეერთებული შტატების მთავარი შეცდომა პუტინთან მიმართებით? ამ შეკითხვას მეორე კითხვამდე მივყავართ, როდის დაიწყო ცივი ომის შემდგომი წესრიგის მოშლა. 15 წლის წინ კონდოლიზა რაისმა, რომელიც მაშინ მგონი კიდევ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ამერიკის მთავარი გამოწვევა დასავლეთში რუსეთის დაღმასვლასთან, ხოლო აღმოსავლეთში ჩინეთის აღმასვლასთან გამკლავებაა. 15 წლის შემდეგ ირკვევა, რომ ვერც ერთი ვერ შევძელით, თუმცა ბევრიც არ გვიცდია. ამ ხნის განმავლობაში ვერც პუტინი დავარწმუნეთ, რომ ევროატლანტიკურ ნორმებს დაქვემდებარებოდა და აქამდე ვერც ჩინეთის დარწმუნება შევძელით, რომ წყნარი ოკეანის წესრიგი გაეზიარებინა. ობამას დროს მსოფლიო წესრიგის მორღვევა უფრო დაჩქარდა. ობამას აზიური პოლიტიკა, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან ეს ყველაფერი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მიუთითებდა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველში რაღაც შეირყა.
Thank you. What is the importance of the Black რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის? თქვენი გამოსვლა წავიკითხე საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე 2005 წელს, სადაც თქვენ ამტკიცებთ, რომ თუ შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური სისტემის ნაწილი არ გახდება, მილიარდის მეოთხედი ევროპელის ცხოვრება უფრო მწარე, ბრუტალური და ხანმოკლე იქნება. თუ შეგიძლიათ ეს თემა რომ განავრცოთ? Can you please elaborate on that? Well, one of the interesting ways to think about ძალიან და თავისუფალი ევროპის იდეა საინტერესოდ ჩანს თუ შევხედავთ რა წარმოედებითაა დაცული და რა სტაბილურია წყლის აუზები, რომლებიც გარს არტყია ევროპას. ხმელთაშუა ზღვისპირეთის ზედმიწევნით სტაბილურია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ერთ-ერთი რაც ბალკანებზე გავაკეთეთ, ადრიატიკული ქარტია იმისთვის, რომ დალმატიის სანაპიროსა და აღმოსავლეთ შუა ზღვისპირეთში სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბალტიისპირეთი და ჩრდილოეთით სტაბილურად მიიჩნევა. ერთადერთი ზღვა, რომელიც ევროპულია, მაგრამ სტაბილურობა არ ახასიათებს შავი ზღვა. შავი ზღვის აუზში არ გვაქვს ერთიანი შეთანხმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ერთიანი შეთანხმება მილსადენებზე ენერგეტიკის სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო დაულაგებელია. ვფიქრობ, რუსეთის აგრესიის გამოვლინება შავი ზღვისპირეთში იმიტომ ხდება, რომ ევროპის ამ სივრცეში ვაკუუმია შექმნილი და როლები და ურთიერთობები გარკვეული არ არის. გაყინული კონფლიქტები ფაქტობრივად მხოლოდ შავი ზღვისპირეთშია თავმოყრილი. აფხაზეთი, ყირიმი, ოდესა, სამხრეთ ოსეთი სულ შავი ზღვისპირეთის აუზია. ცხადია ის, რომ ამ რეგიონში ევროპულ ინსტიტუტების არ ყოფნა, საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში არ ყოფნა ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მარცხია. such as Georgia has been a great failure of the current period. Thank you. And here is your ისევ იგივე გამოსვლას რომ დაუბრუნდეთ. 2005 წელს თქვენ საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადეთ, რომ ქვეყნების სპორტულ გუნდებთან შედარება რომ შეიძლებოდეს, საქართველოს 1980 წლის ამერიკის ჰოკეის ოლიმპიური ნაკრები იქნებოდა. ამ ნაკრების მსგავსად, საქართველოს თითქოს არ უნდა იგებდეს, მაგრამ იგებს. ეს იყო 2005 წელს. დღეს როგორ უყურებთ ქართულ დემოკრატიას? 2005 წლიდან 9 წელი გავიდა, მთავრობა დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა. Well, this is a very complicated question, but I think რთული შეკითხვა ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს თუ შევხედავთ მიშა სააკაშვილის პერიოდს. ეს იყო რეფორმების საკუთარი თავის ახლიდან შექმნის ერა, წარმატების მეტაფორა. საქართველოს 2008 წელს გააჩერეს დიდმა სახელმწიფოებმა, ჯერ ნატოს სამიწე, შემდეგ რუსეთ საქართველოს ომის დროს, რადგან მათ არ უნდათ საქართველოს რომანტიკული ვერსიის დაჯერება და მიღება. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო, ჩვენ არ უნდა შეგვეჩერებინა ეს პროცესი. ახლანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლო სიტუაციაა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვჭირდება მოკავშირეები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმიტომ რომ რეგიონი ასეთი არასტაბილურია, მაგრამ სამწუხაროდ ახლა საქართველოს აღარ აქვს რომანტიკული ისტორია, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ მოყვება. ანუ თავდაპირველად საქართველოს ჰქონდა რომანტიკული ისტორია, მაგრამ ამ ისტორიას არ ჰქონდა სამხედრო განზომილება. ახლა არის სამხედრო განზომილება, მაგრამ აღარ არსებობს რომანტიკული ისტორია. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ახალმა გუნდმა გაიზიაროს რეფორმების ისეთი კარად საქართველოში მანამდე არსებობდა. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ისეთი მიმზიდველი არ არის დასავლეთისთვის, როგორც წინა მთავრობა იყო. გულისხმობ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენებას, დევნას და შევიწროებას ახალი მთავრობის მიერ. intelligentsia which are leaving the country. Yeah, well, but previous government დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის გამო წინა მთავრობასაც აკრიტიკებდნენ განსაკუთრებით ბოლო წლებში. Without a doubt. I mean, there's absolutely, but the question is კი აკრიტიკებდნენ, მაგრამ როგორც უკრაინაში, ისე აქაც რელევანტურია კითხვა, როდესაც ნაკლოვანი მთავრობა ყავს, რა ჯობია გარდაქმნა თუ დაამხო. ევროპული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ჯობია ის, რაც კარგია, შეინარჩუნო, ის რაც ცუდია, გამოასწორო, ვიდრე დაანგრიო და თავიდან დაიწყო. and that's sort of Thank you. Thank you. And და ბოლო კითხვა ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოკავშირეებმა ამ სამიტზე, სისუსტის გამოვლინებად რომ არ ჩაითვალოს პუტინის მიერ? it as a weakness of NATO. well, Putin basically dates the პუტინი შავ ზღვაში კონფლიქტს 1989 წლის კოსოვოსთან აკავშირებს. პუტინი ყოველთვის აკეთებს ბმას 1990-იანი წლების ბალკანებსა და 21 საუკუნის ევრაზიულ ნაბიჯებს შორის. ვფიქრობ, ევროპის აღმოსავლეთში არასტაბილურობის მიზეზი ევროპის სამხრეთის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაში უნდა ვეძებოთ. ნატოს კართან ახლა ორი ქვეყანაა, მაკედონია და მონტენეგრო. მაკედონია ფაქტობრივად შესულია, ერთადერთი საბერძნეთი ბლოკავს. ვფიქრობ, ნატო აცნობიერებს, რომ თუ რუსეთისთვის სიგნალის გაგზავნას სურს ბალკანეთის გაწევრიანების პროცესი უნდა დაასრულოს. რაც შეეხება იმას, უნდა გაკეთდეს თუ არა რამე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით ასოცირების ხელშეკრულების მიღმა. ევროკავშირისგან ამას ვერ გავიგებთ, მანამდე სანამ ახალ პარლამენტს არ აირჩევენ.
ასე რომ ევროკავშირიდან ნოემბრამდე ახალი არაფერი გვეცოდინება. ერთადერთი მექანიზმი, რაც მომავალი თვეების განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, ნატოს სამიტია. ჩვენ ვცდილობთ მოკავშირეებით დავარწმუნოთ, რომ ნატომ პასუხი უნდა გასცეს არასტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპაში. Thank you very much again. დიდი მადლობა ბატონო ჯექსონ საინტერესო საუბრისთვის. დავრუნდით პირდაპირ ეთერში და პირველი კითხვა მერაბს უსმენს ახლა ჩვენი მატახარი, მაგრამ მე პირველი კითხვა თორნიკესთან. მატახარი რატო მდედრია თუ რა? მდედრია კი, შემამოწმეთ და მდედრია. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე მითხრეს, მე ვერ ვარ ჩემამათ გენდერს, მაგრამ მითხრეს რომ ქალია და მატახარი დავარქვით, ამიტომ. თორნიკე, ბრუს ჯექსონი არ ვიცი გახსოვს თუ არა, არასდროს არ გამოირჩეოდა, თქვა, ანუ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ხო, მიხეილ სააკაშვილის თავრობის თაყვანისმცემელი არ იყო პირიქით კრიტიკოსად უფრო ჩაითვლებოდა, ხშირად რაღაცა ესეთი ახირებულ კრიტიკოსადაც კი. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არ არის დასავლეთისთვის ისეთი მიმზიდველი, როგორიც იყო წინა ხელისუფლება. ეს ჯურისი არ არის პირველი, ვინც ამას ამბობს, თქვა, იგივე რომ ავიღოთ და გადავხედოთ პრესას, საერთაშორისო პრესას, რაც იწერება საქართველოზე. აი, შემიმჩნევია, რომ ან ამბობენ, რომ პროდასავლური სააკაშვილის მთავრობა და პრორუსული ოლიგარქი, ესეთი განაწილება და მათ შორის მიუხედავად იმ გაზეთებშიც, რომელიც არ იყო, თქვა, სააკაშვილის ხელისუფლებისადმი მეგობრულად განწყობილი, მაგალითად New York Times-ი, ხო, New York Times-ის ედიტორიალში პირდაპირ ესე პრორუსი ოლიგარქი ხათ მოიხსენიეს ბიძინა ივანიშვილი. ან კი თუ მის პრორუსულობას ხაზს არ უსვამენ, უბრალოდ არაფერს არ ამბობენ. რა სააკაშვილზე აღნიშნავენ, რომ ესე staunchly pro-western, აი ესეთი ფორმულირება ახome. რატომ ხდება ესე, როგორ ფიქრობ? რატომ არ აღიქმება ეს ხელისუფლებაც ისეთივე პროდასავლურად, ისეთივე მიმზიდველად დასავლეთისთვის, როგორც წინა ხელისუფლება ბევრის აზრით და ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურის აზრით. თავისთავად კურსი არ შეცვლილა, ხო? ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინეთ, დეკლარირებულად ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მივდივართ. აი რა შეიცვალა? აქ მე მგონი უფრო პარტო კონტექსტში იყო თქვა ეს ყველაფერი. მიზიდული არ არის, არ ნიშნავს მარტო ალბათ იმას, რომ ესე ვთქვათ, ნაკლებად დასავლურია. ნიშნავს ალბათ იმას, რომ საქართველოში თუნდაც ნაკლები ინვესტიცია შემოდის, საქართველოს ნაკლებად არის, ესე ვთქვათ, ეფილინგ, რო ეთქვენ, ის შარმი ნაკლებად აქვს, რომელიც ადრე ქონდა. ამას რამდენი ახსნავს, მე მგონი. მოდი იმით ცოტა ბოლოდან დავიწყებ ამ ინვესტიციების და შარმის ნაკლებობით. პირველი ინფრასტრუქტურა ჩვენ ხედავთ, რომ ამ ხრივ მანდამაინც სამწუხაროდ ვერ გაკეთებული არაფერი და ინვესტორები მოიზიდო, გჭირდება ინფრასტრუქტურა კარგი, გამართული. დამშვიდებული გარემო, მათ შორის პოლიტიკურიც გავუსევან სხვა შორის ინვესტიციების მოზიდვა შენელდა ძალიან სერიოზულად 2011 წლის ბოლოდან უბრალოდ საქართველოში გაშთა აშკარად სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობა და მოყოლებული იქნა სამწუხაროდ ეს პროცესი არ გამოსწორებულა. პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია ისედაც, მკლავაც რჩება ესეთაც. ეს ერთი მეორე კრიმინალური სიტუაციაც ამბობენ რომ დაიკლომა რაღაცა ხალხს ამასე არ ჯერა და მე მგონი რაც ბევრს არაფერს არ ჯერა უკვე. და გამუდმებული 35% გონია რომ მოიმატა და სადღაც 60% გონია რომ იგივე დარჩა და ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ ცოტათი მოიმატა, მე ესე მგონი, მესეჯ შაბეჭდილება ცოტათი მოიმატა და ის ფაქტი რომ სამწუხაროდ ხელისუფლება ვერ გამოდის წინა ხელისუფლების ლანძღვის რეჟიმიდან, ეხლა ეს ამან სხვა შორის ჩემი აზრით ძალიან დააზარალდა თავის როლს სააკაშვილი, რომელიც თავის გამოსვლების თავიდან ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე 20%-ს მაინც უთმობა შეურადის ლანძღვას, იქიდან დიდხანს ვერ გამოდიოდა ამ რეჟიმიდან. და მას ჰქონდა ისედაც პირჯობი თქვა სააკაშვილს უფრო დიდი რეიტინგი ჰქონდა იმ პერიოდში უფრო დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა ვიდრე ოცნებას ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლისას და ოცნებას ეხლა მე მგონი აი ეს ძალიან დიდი პრობლემას უქმნის. ამას გარდა სააკაშვილს ეხლა თავისი დღის წესრიგიც ჰქონდა ხო იქ ზოგი რაღაცას ხან ცოტა სახუჭებდა მაგრამ უფრო მეც აკეთებდა ვიცით ხო გამოვიდა ნელა ამ რეჟიმიდან საქმით ესე თქვა. აი ეს ყველაფერი ქმნის ამ პრობლემას მიზიდულება და არ არის ინვესტორებისთვის ეხლა რაც შეეხება დასავლურობას ნუ აქ მოდი ესე თქვა დარწმუნებული ვარ და ისე გამიმეორებ კიდევ ბევრჯერ გამითქვამს რომ მოეწერება ხელი ევროპასთან შეთანხმებას, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა მოდი დავიწყოთ რომ არსებობს ერთი ამასრობილი ხელისუფლება, არსებობს საკანონმდებლოში ჩვენ ხალხი ვის პირდაპირ ეწინააღმდეგება ღიად პროამერიკულ პროდასავლურ კურსს და ეს ხალხი არ არის მანდ ესე თქვა შემთხვევითი და მანდ ეს ხალხი არ არის ესე თქვა რიგითი პარლამენტარები არ არიან, ეხლა ვარებს არ ჩამოთვლი მიხვდებით და ემატება ამას აი ბოლოში ძალიან უცნაური ეს კამპანია ლასანიას წინააღმდეგ რომ როგორ თუ შენ თქვი რომ ჩვენ ამერიკის ამბობთ ხოლმე თავაცვითი საშუალებები. ეხლა ეს რაზეა დააფიქრებს
დამკვირვებლებს უცხოეთში, რომ ალასანია, რომელიც ითვლება ყველაზე პროდასალურ მინისტრად, ერთ-ერთ ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ჩადის ამ განცხადდა და დაისხმიან თავს გააფთრებული ტიპის ყოველსაც არ ეზარება. კი. სულ ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, ვისი პოზიცია არის ამ შემთხვევაში თავრობის პოზიცია, მაგრამ ვერ შევძელით ამის გარკვევა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი ჩადის ერთ სიძახის და ვიოლინოებს ხوار მოვითხოვდიო, ხა ალასანიას თაყვანისმცემელი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ აბსოლუტურად სწორი პასუხი გასცა, ჩემი აზრით, იქ ძალიან ადეკვატურად პასუხა ამ შეკითხვას და ძალიან სწორი მოთხოვნაც დააყენა. საერთოდ ზოგადად კარგი ვიზიტი ქონდა აშკარად იქ და თუ ჭიკაიძის, რომელიც გეუბნება რომ მე ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ, შინაგან საქმეთა ძალოვანი მინისტრი, ხო? ანუ ერთ-ერთი. და კიდევ ეს დავუმატებდი, ეხლა რო იყო ესე თქვათ, რომ დააჯერო ყველა განსაკუთრებით შენი გულშემატკივარი რომ მიდიხარ სწორი გზით და ესე თქვათ იმსახურებ მეტ პოლიტიკურ ყურადღებას და მეტ ინვესტიცია და ფულსაც. უნდა იყოს თანმიმდევრული. ხო რომ და ეხაც პრობლემაა, ჩვენ ხედავთ ხანდახან რომ არა მხოლოდ ალასანიას კეისი, ადრეც ხდება ხოლმე ერთი სიტყვის, მეორე სიტყვის, ეს გამოჩნდა თავიდანვე. ახლა სიტუაცია ვერ დაალაგდა. სიტუაცია ვერ დაალაგდა ამ ხრივ დღემდე და მე მგონი ეხლა თითქოს 2 წელი გავიდა ხო ეს საკმარისი დრო რომ ბოლოს დაალაგდნენ ჩამოყალიბდნენ ერთ პოლიტიკურ გუნდად. აი ესა მე მგონი ძალიან სამწუხაროდ ეხლა არაპროგნოზირებადობა, რაც ამ საკმაოდ დაბალ დონეზეც კი საკმაოდ პრობლემებს ამოხსნებს ჩვენთვის, იმიტომ რომ საქართველოს ვარ ჩვენ, ჭირდება ყოველთვის მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირება ეხლა. ჩვენ რო ვიყოთ სიტყვაზე საფრანგეთი ან ინგლისი და ცოტა მსგავსი რაღაცა გაურკვეველ განცხადებებს ადგილი ქონდეს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ახლა ბელგიამ 18 თვე იარსება მთავრობის გარშემო. ფული მაინც შევა და ყველა მის ქვეყანა არ დაიქცევა და პრობლემას არ შეუქმნეს, ხო, მაგრამ ჩვენ ბელგია არა ვარ ზუსტად, ხო, ეს მომენტია. ყველაფერი ეს ერთად ჩვენ ქნის ალბათ კი ბატონო, ისევ ეს თემა რომ გავაგრძელო, თქვათ, აი რაღაც მომხიბლელობის თუ მიზიდულობის თემა მე რაც მინდა ვკითხო. აი წინა მთავრობაზე კითხვას ასე შეგიძლია გავახდე. რაგი ბალანსი თან ხალხი და იმედია ჩემს გარდა თავსარავი. მოკეთ ესეთი კითხვა მაქვს შენთან ცუდი ვიცი რომ ბევრი გახსენდება, მაგრამ კარგი აი ესეთი რამაც თქვათ აი ნაციონალური მოძრაობა გახადა ერთგვარ საქართველოს გახადა ერთგვარი ბრენდი უცხოეთში, რამაც გახადა თქვათ ეს რაც მიზიდულობის ფაქტორი რამაც გააჩინა, რა გახსენდება? თუ გახსენდება რამე წინა ხელისუფლებიდან კარგი და თუ ეს ხო და ჩამოთვალე მაინტერესებს კარგი რა გახსენდება. უბრალოდ პრობლემა ის არის რომ კარგს ვაკეთებდეთ ერთი ხელით, მეორე ხელით ვერ ეცით საკითხი. ხო, ცუდზე ვილაპარაკოთ მე თუ გინდა, მაგრამ კარგი მაინტერესებს. ჩვენთვის მთავარი რაც არის ნაციონალური მოძრაობის მიღწევა თუ ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის ტოტალური კორუფციის დამარცხება. იქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, ელიტურ კორუფციაზე და აღარ გავაგზავნებ ამ თემაზე, კეზერაშვილებზე და ასე შემდეგ საუბარს. ამას ვეთანხმებით, იყო ელიტური კორუფცია, მაგრამ შევარდნაძის დროს ელიტურიც იყო, ნახევრად ელიტურიც იყო, დაბალიც იყო და ყველანაირი იყო, ტოტალური კორუფცია იყო. მაგალითად, შევარდნაძის დროს მქონდა ასეთი განცდა, რომ აი როგორც მოსემატარა 40 წელი ებრაელები დაახლოებით ასე აი თაობა უნდა გამოიცვალოს, რომ ქართველები ღვთამის აღებას გადაეჩვენოდა. აი ეს ჩემთვის არის უმთავრესი დამსახურება ნაციონალური მოძრაობის, რომ თუნდაც დაბალი საშუალო დონის чиновники, რომელიც დღეს არსებობს, ბიუროკრატი, რომელიც რომელიც არ იცის, რომ ღვთამის აღება ეს არის ნორმა. კი, და მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ ღვთამი არ გადაუხდია. აი ეს ამბავი ჩემთვის არის უდიდესი მიღწევა, რაც დარჩება ნაციონალური მოძრაობის მიღწევებზე თუ საუბრობ, მათ მიღწევად და ნუ პლუს ის, რომ არჩევნების შედეგები აღიარა შემდეგ. ეს მე სააკაშვილმა რო თქვა თქვენ არ მიღწევა რა არისო თორცეთ ბრიუსელში კითხეს სწორედ ეს დაასახელა რომ 2018 წლის არჩევნები რო აღიარეო თვითონ დაასახელა ეს კი სხვა შეშენეს ბატონო ხო მაგრამ აი ბრიუს ჯორჯის ნათქვამზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას თუ შეიძლება ხო ჯექსონის უკაცრავად აი რა უბრალოდ რა არის იცი როდესაც მან თქვა რომ ეს დამთავრდა რომანტიზმის ეპოქა რაც იყო ხო მე ვფიქრობ ეს ცუდი არ არის იმიტომ რომ ეხა სულ რაღაც რომანტიზმის ეპოქაში ვერ იქნები რო არის რა თქმა უნდა რომ პროზაული ეპოქაც დაიწყოს და ამ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ რომ ეს ცუდი არის უბრალოდ ერთადერთი რაც მეჩვენება რომ თავარი განსხვავება ამ კუთხით რაც არის დღესდღეობით რამდენიმე თავარი განსხვავება წინა და ახალ ხელისუფლებას შორის ისე რომ წინა ხელისუფლებას კარგად შეეძრო საკუთარი თავის მიწოდება ყველასთვის მოსახლეობისთვის დასავლეთისთვის ეს ამის უნარები ქონდა გაცილებით მეტი ვიდრე ახალ ხელისუფლებას და პლუს ის რომ წინა ხელისუფლებაში ლიდერები ეს ლიდერშიპში გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ გაცილებით მეტნი ვიდრე დღეს არიან. ანუ სააკაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ის იყო 95 წლიდან მოყოლებული პოლიტიკაში იყო. პოლიტიკური ლიდერი იყო. დღეს ჩვენ ფაქტობრივად პოლიტიკოსების უნარჩვევები აკლია ჩვენს ლიდერშიპს. ახლა თქვენ ჭიკაიძე ახსენეთ, რომელმაც მარტო ერთადერთი შეიძლება რაღაც ოპერატიულ თემაზე თუ კითხავ რაღაცას კომენტარი გააკეთოს, ხო? პოლიტიკურ თემაზე ხარ ყავს მინისტრი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრი მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პოლიტიკურ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებს ფაქტობრივად. ხო, არ საგარეო პოლიტიკა. ხო, არ ვიცი ოპერატიულზე შეიძლება რაღაცა თქვას თქო ეს
ვივარაუდე. იმიტომ რომ ოპერ მუშაკი იყო, არ ვიცი ხა ვერ ვიხსენებ, შეიძლება უთქვამს, მაგრამ ოპერ მუშაკი იყო და ამაზე იმედია რაღაცა სიტყვის, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს რო ვერ აკეთებს, ხო, შინაგან საქმეთა მინისტრი ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი არა, ირაკლი ღარიბაშვილიც არის ფაქტობრივად 1 წლის წინ გახდა, ხო, პოლიტიკოსი თუ 2 წლის წინ, არ ვიცით. ანუ ეს იმისთვის რომ შენ გახდე პრემიერ-მინისტრი და იყო კარგი პოლიტიკოსი, არის ძალიან ცოტა დრო. არ შეიძლება 1 წლის მოსულ ადამიანი პოლიტიკაში, როდესაც ხდები ქვეყნის ლიდერი, შენ იყო კარგი პოლიტიკოსი. თუმცა ალასანის უფრო დიდი გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ იყო უშროების მინისტრის მოადგილე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს. რომლების პოლიტიკას სწავლობდა. შემდეგ იყო ელჩი, ელჩობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაღაც მანერებს ყოველ შემთხვევაში მაინც იძენ. ამიტომ ეს ორი მთავარი პრობლემაა, მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის. მათ არა აქვთ ის უნარები, რომ კარგად მიაწოდონ საკუთარი თავი იმ პიარმა, რაც იმუშავა, თქვა, ნაციონალურ მოძრაობა არჩევნებამდე, რასაც, ну, ეს მაისი პოლიტიკური დღის წესრიგი იყო, რომ ამ ძალას წარმოადგენდა როგორც პრორუსულ ძალად, ამ პიარის შედეგებს, ну, დღემდე იმყის ქართული ოცნება და მას სამწუხაროდ ვერ მოახერხა ის, რომ საკუთარი თავი მიაწოდოს უფრო უკეთესად. ნინო, აი მე რამე ამბობს, რომ შეიძლება კარგიც არის რაღაცა ეს რომანტიკული ისტორია, რომანტიზმის ეპოქა რომ დასრულდა. როგორ გეჩვენება შენ, გსურს თუ არა, მაგალითად, რომ საქართველოს როგორც ბრენდი, ვთქვათ, კარგი იყო, როდესაც ვთქვათ, სამაგალითო იყო სხვა ქვეყნებში. იგივე ხა მერაბმა ახსენა კორუფციის დამარცხება და ხა კორუფციის დამარცხებას სოფლიო ბანკის გამოსცა სააკაშვილის მმართველობის ბოლოს ზუსტად ბილატერალური მორხრივი შეხვედრა რო ქონდა ობამასთან, მაშინ სოფლიო ბანკში გაუკეთეს დიდი დახვედრა, რაღაც ეს წიგნი გამოიცა, როგორ დაამარცხა საქართველოს კორუფცია. ეგ კი არა, მახსენდება ბრუკინგსის ინსტიტუტში ჰილარი კლინტონი ხვდებოდა შიმონ პერეს. საუბრობდნენ საქართველოს ერთ არაფერ შუაში არ იყო და იქ მოყვა უბრალოდ როგორი ეს არის იუსტიციის ვიზიტის შემდეგ, ხო? იუსტიციის სახლები, როგორი კარგი პრაქტიკაა და ბრიტანეთის პარლამენტში განიხილავდნენ იგივე იმის შეცდომა. თავისთავად აი ესეთი წარმატების მეტაფორა იყო საქართველოს, ხო? რომელიც თავისი ვთქვათ ნაკლოვანებებით ასე როგორ ფიქრობთ, არ არის იმის მოთხოვნილება რომ ისევ გაგრძელდეს ის რომ საქართველოს იყოს წარმატების მეტაფორა, მით უმეტეს რომ უკვე განდიდი ნაბიჯი გადადგა წინ. რა თქმა უნდა და სხვათა შორის წლების მანძილზე ეს თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ხო, ეს ამ რეფორმებს საქართველოში ყველა აღიარებს. უბრალოდ იმდენად იგნორირებული იყო და იმდენად უგულებელყოფილი იყო ადამიანი და ადამიანის უფლებები, რომ ეს ტკივილები ხალხს ძალიან მწარედ დარჩა. თორემ მე მინდა დავამატო მერაბის მიერ ჩამოთვლილ რაღაც ორი მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი, რომელიც მე თვითონ ვაშუქებდი ეკონომიკურ სტატიებს წერდი ხოლმე და მახსოვს, რომ 300 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა, რა ვიცი, 7 მილიარდამდე. ეს კორუფციის დამარცხების კი, შედეგი იყო და საზღვარი მოწესრიგი და კი. ეს მის მიუხედავად რომ უამრავი გადასახადი გაუქმდა. ერთი ის რომ დავუშვათ კორუფცია დამარცხდა, მაგრამ ხო შეიძლება კორუფცია დამარცხებულიყო, მაგრამ მე რაღაცა ძალიან სოციალური ბიუჯეტი ყოფილიყო, ან რაღაც ეს ყველაფერი სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან გამართვას და საათივით აწყობას მოხმარდა, რაც ხალხისთვის რა თქმა უნდა დიდი შვება იყო. მაგრამ მეც ვაკვირდები ამას როგორც პროცესს, განა როგორც გაფრაზებული მონაწილე ან რაღაცა შეიძლება ჩემი უფლებაც კი შელახულა როდესაც, მაგრამ მე არ მახსოვს ხოლმე როცა მინდა რომ ანალიზი გავაკეთო. ხო, ძალიან მწარედ დაიმახსოვრა ხალხმა ეს მათი შელახული უფლებები, თან მერე მედიაც რო ესეთი კონტროლირებადი იყო და აი ესე არ ხდებოდა საჯარო განხილვა და პროფესიონალური მიწოდება ნამდვილი ამბებისა, ხო? ბევრი ამბავი ძალიან ცუდად და დაფარულად და ჭორად, ისეთი რაც არც უკვე უნდა გავრცელებულიყო. ანუ თავისი ცოდვები კი არა, კიდევ უფრო მეტიც ვრცელდებოდა რა. ამის თქმა მინდა და ბიუჯეტის გარდა ნუ ეს ინფრასტრუქტურა, ეს საზღვარი, სახელმწიფო ინსტიტუტების, სერვისების განვითარება, ეს მართლა ის იყო სულ ფიქრობ ხოლმე, ეხლა ეს რომანტიკული ისტორია, რომ გაგრძელდეს, რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლებას დარჩა ეხლა, რომ სწორედაც დემოკრატიული რეფორმები გააკეთოს, იმიტომ რომ აი ეს ინფრასტრუქტურა, რასაც ქვია და გააგრძელოს, აი დაასრულოს ეს პროექტები, რომლებიც ინსტიტუციონალური მშენებლობა, მაგალითად განათლების რეფორმა და კიდე მთელი რიგი რაღაცები. რაც თქადია, რომ შუაგზამდეც არ იყო ჯერ კი, ზოგი რაღაცა რაც არ იყო, იგივე რასაც ინფრასტრუქტურა ქვია, ხო, მართლა ჩვენ ზომავთ ხოლმე, როდესაც მოვდივარ ტრასაზე, აბა სადამდე ჩავიდნენ ამ გზას, ხო, ავტობანს და ასე შემდეგ, ნუ იქ არის გზნობა დიდი წინსვლა, რა ვიცი, მე რასაც უყურებ და
ერთი არის რომ ეს უნდა დაასრულონ, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს გამოწვევა ეს იქნება რომანტიკული ისტორიის გაგრძელება ზუსტად ეს იქნება და მეორე არის ის რომ არ უნდა წავიდნენ იმ კონტროლის გზით, რომლითაც რაღაცნაირად მე მეჩვენება რომ ისევ მიდიან. იმიტომ რომ კონტროლს მაშინ აქვს ეფექტი თუ მართლა ისე გააკეთებს საქმეს, რომ მართლა შემაშინებ და მართლა შემეშინება. თუ არ შემეშინდება და იქით შემოგიბრუნდები და გამხელრო ჩემთან ამ ტიპის ურთიერთობაზე მოდიხარ, მაგალითად მახსენდება ბათუმის 25 არხი, ხო, რომ თანაშინებდნენ, თან ვერ აშინებდნენ და რაღაცა ძალიან ეცებოდა მათი რეიტინგი და სააკაშვილის თუ არ შეეშინდა მედიას ახლა ამათი არ შეეშინდა. მედია შეეშინდა, როგორ არა, გააკონტროლა. კი, შეეშინდა, უბრალოდ დამბუძრებლების მეშვეობით გააკონტროლა და ეგ იყო საჭირდა ჩიში, ყველაფერი დასრულებული იყო. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ამ ხელისუფლებას დარჩენია, იზღა დარჩენია, რომ წავიდეს დემოკრატიული რეფორმების გზით. მისთვის ძნელი იქნება, მე მესმის, ახლა როგორც არის მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო ადვილია სისხლის სამართლის საქმის გახსნა, როცა იქ კაბინეტში ჩაკეტილი მოწმე ყავს. კი, რა თქმა უნდა, იქ ის უფრო შეშინებულია და ის და გარდა მაგისა აქ ვითვალისწინებ ხოლმე ჩვენს კულტურასაც, იმიტომ რომ ადამიანებს არ უყვართ ჩვენების მიცემა, არის ეს კულტურაში რაღაცნაირ პრობლემა გვაქვს ამ მხრივ, რომ რაღაცა ჩემი ერთი ჩვენებით შეიძლება ადამიანი ციხეში წავიდეს და რაღაცა და მართლა იყო ის პრაქტიკა, რომ რის გამოც დავშათ კანონიც კი შეიცვალა. ანუ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კი ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, მე ვამბობ ხოლმე ჩემთვის რომ აი საბჭოთა კავშირი დამთავრდა, რაღაც ფიზიკურად აი რაღაც სუნი და სიძველე და რაღაცნაირი ინსტიტუტებში რომ შედიოდი და ამოყრილი ის რაღაცა ტუალეტის სუნი, ამოყრილი პარკეტი და ასე შემდეგ ეს დამთავრდა და ეს რა თქმა უნდა არის მათი დიდი ძალისხმევის შედეგი, კორუფცია დამთავრდა და ბევრი რაღაც დაიწყო. აი ახლა დადგა ჯერი ჩვენ ველოდებით იმას, რომ ადამიანის უფლებებშიც და დემოკრატიულ რეფორმებში ზუსტად ესეთივე წისვლა. ამ ხელისუფლებისთვის ეს არის ყველაზე მთავარი. კი ბატონო, მაგრამ 2 წელი გავიდა უკვე, რაც ახლა 2 წელი გადის, სულ მალე გავა. გამჭვირვალების კუთხით ამათ აქვთ გარკვეული წისვლა. არა ისეთი დიდი, როგორიც მე მეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ თუნდაც ის რომ სასამართლო დარბაზებში შეგვიშვეს კამერით, თუნდაც ის რომ მიიღეს სააკაშვილის დროს იყო ეს დაწყებული ოჯიპის ისა პროაქტიული გამოქვეყნების მთავრობის დადგენილება, როცა ჩვენ შევდახთ და ისინი ვალდებული არიან, რომ პროაქტიულად დადონ ინფორმაცია, ელექტრონული გამოთხოვა. ხადური რაშავს ყველაფერი. არა, ეგ მანამდე ვიცოდით პროკურმენტ, ასე ვთქვათ, შესყიდვები ელექტრონული იყო უკვე 2009 წელს. ეს იყო ჩემთვის კიდევ ეგ სხვა შორის ეგ მოიმკეს. წინამთავრობის პლუსებზე ვლაპარაკობთ, ეს ყველა მარიზის, მაგრამ ჟურნალისტურმა წრეებმა იციან ამ პროკურმენტის ვებგვერდის შექმნა იყო ჩემთვის აი ძალიან დიდი გარღვევა და მე თვითონ არ ვჯეროდა რომ ეს მართლა გაკეთდებოდა, წინასწარ ვიცოდი რომ უნდა გაეკეთებინა. აი ვერ წარმომედგინა რომ აი ეს მთავრობა ამას დადებდა და ბოლოს რომ ჩემი თვალით ვიხილე, ვიყავი ძალიან გაოცებული, ისევე როგორც რეესტრის მოწესრიგება და ელექტრონულად გამართვა. ამ ყველაფრის ჩვენთვის იყო შვება და მე ძალიან მიხარობდა და რა ვიცი, ვფიქრობ რომ ეს იყო ძალიან დიდი ჟურნალისტისთვის დიდი საკვებია. ძალიან, ვინც მაგ ვებგვერდებზე ყოველდღიურად არ შედის, ის რა ვიცი, ეხლა ეს ყველაფერი რო იდება, ესე მყისიერად რო ვრცელდება, როგორც შენ თქვი, ეხლა ასე ვთქვათ, რა დახარჯა რომელმა სამინისტრომ და რა მანქანა იყიდა და რა საკვები მიირთვა, ნუ ეს არის სწორედ მაგ ვებგვერდებზე. კი, ამბობენ კიდეც რომ აი ამ მთავრობის ყველაფერი ვიცით, ამ ყველაფერი რომ ვიცით ამ მთავრობის წინა მთავრობის დროს შეიქმნა ეს ელექტრონული სისტემა, ხო? თქვათ, გამჭვირვალე, სადაც შედიხარ და უბრალოდ კრეფნა იგებ რა იყიდა მთავრობმა და მართლა ხადურმა რა ჭამდა. რეალურად ტიპს გაერღვა მილიარდით ბიუჯეტი. ამაზე კაციშვილი ხმას არიღებს და სტუმრებს პატიჟებს სადღაც და ჯონჯოლს აჭმევს და ამაზე შეჭამეს, მოკლედ, აი ესეთი უსამართლობა, ესეთი უსამართლობა. ანუ არაადეკვატური აღქმა რა, აი ჭამა და ეგ არ უნდა ეკნა. ეგეც ხო არის წარმომადგენლობითი ხარჯები არსებობს და მილიარდით ბიუჯეტი გაერღვა და ამაზე პასუხს არავინ არ თხოვს. სამსართულოს უფრაც არ არის. ძალიან საინტერესოა სხვა შორის. შენი დრო ამოიწურა. კი, მინდა რომ აი ეს ბიუჯეტის გარღვევა. მედიანს ვიწევნით რომ იქნება. ხშირად რომელი სეგმენტების ხარჯზე რა. რომანტიკსა და
დაკავშირებით ორ სიტყვას ვიტყვი. რევოლუცია არის გაცილებით რომანტიკული, ვიდრე შეიძლება არჩევნები. არა, მე მგონი აქ რომანტიკაზე იყო. საქართველოს რევოლუციის შემდეგ, რევოლუციითაც მათ შორის შექმნა რომანტიკული ნარატივი, რომ ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო გამონაკლისი, რომელიც მათ საით სწრაფი რეფორმირება მოახდინათ, გააკეთეთ სერიოზული, ნუ ლაპარაკობთ ის არის. ნუ ლაპარაკობთ გავერთეთ. ფოთლებზე დადის და ჭამსთან და მაგიდაზე არ მოძრაობს. და აი ეს იყო ეს ნარატივი, რომ ეს ქვეყანა, რომელიც აი 15-ს არა, უფრო ბალტიისპირეთის ქვეყნებს რა თქმა უნდა არ გულისხმობ, რომ აი რაღაცა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან ძალიან სწრაფად ამოვიდა, განვითარდა, რომელიც თავის როლს ეძებდა რეგიონში და რაღაცა სააკაშოს ჰქონდა ეს, რომ ყველა შესაძლებლობას, ასე თქვა, ეკიდებოდა, რომ ეს როლი მიეღო ქვეყანას და ამით მიმზიდველი გაეხადა დანარჩენი სამყაროსთვის, იმიტომ რომ ესეთი როლი თუ შენ როლი არ აგაქვს, როგორც ისევე როგორც ადამიანს საზოგადოებაში, ისევე სახელმწიფო საერთაშორისო სისტემაში, ბუნებრივია შენს მიმართ არ არსებობს ინტერესი და იმით რომ აქ ხდებოდა სწრაფი რეფორმა, ხდებოდა რაღაცა წინსვლა ძალიან დიდი ტემპებით, რაც თითქოს ერთი შეხედვით უჩვეულო იყო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, ტემპები ისეთი სწრაფიც კი იყო, რომ ეხლა ბევრ თუ აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ბევრი მიმართულებით, თქვა ასეთი რეფორმები არ გაკეთებულა და ასეთი მოდერნიზება სახელმწიფო სტრუქტურების არ ყოფილა, ეხლა ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას გადავხედავთ. და ეს ნარატივი იყო, რომ თქვენ აი ეს ქვეყანა, რომელიც ესე იღწვის რაღაცა მიზნისთვის, უნდა მოგვეხმაროთ. ეს იყო რაღაცა მორალური დავალდებულება დასავლეთის და ჩვენ ხელში იყო ეს მორალური არგუმენტი, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ გვინდა ევროპაში და ამიტომ ჩვენ გვაქვს წარმატება და ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ვიყოთ თქვენი ნაწილი, იმიტომ რომ აი ასეთი ტემპებით მოძრაობთ და ამიტომ იყო, რომ თქვა თავის დროზე ბუშის ადმინისტრაციის დროს საქართველოს ესეთი ყურადღება მიიპყრო, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, თუნდაც რევოლუციის შემდეგ, იგივე უკრაინაში თქვა არ განხორციელებულა ესეთი რეფორმები იუშენკოს დროს. და შესაბამისად ამანაც გამოიწვია. ხო, მოიმკეს კიდეც შედეგი. გადავხედოთ თქვა იგივე რომანტიკულ რევოლუციებს არაბულ სამყაროში, ხო, ეგვიპტეში, დღემდე არის დაულაგებელი სიტუაცია, იქ მოვიდა მუსლიმთა საძმო, ისიც გადააყენეს და არის სრული არეულობა. ტუნისშიც ესეთი ხელშესახების შედეგი არ ყოფილა. ანუ საქართველო იყო ის ქვეყანა, კირგიზეთს საინტერესო მაგალითი იყო. ხო, კირგიზეთში, მაგრამ საქართველო იყო ძალიან ესეთი კაშკაშა მაგალითი იმის, რომ უსისხლო რევოლუციით ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდა წინ მოდერნიზაციის თვალსაზრისით. და დღეს აი ეს გაპროზაულება ამის არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გადარჩენის შანსი, არა, რომანტიზმი არ არის, ეს ისინი უნდა ამყოფოს. როგორც ლიტერატურაში არის რომანტიზმის ეპოქა, მე დამთავრდა რომანტიზმის ეპოქა და დაიწყო რომანტიზმის არსაუბრია, რომანტიკული ისტორიაზე ისაუბრა. იმისთვის რომ შენი ისტორია შენ სხვა გადარჩენის სხვა შანსი არ აქვს გარდა იმისა რომ იყო წარმატების ფორმა. პროზაულადაც განვითარდა. არა, პროზაული იყო ივანიშვილის განცხადება, მაშინ როცა თქვა რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ უნდა გქონდეს ამბიცია, ჩვენ ვართ პატარა პროვინცია თუ სოფელი. და შემდეგ როგორც გვახარია ესე იგი ენამოსწრებულად ესე თქვი იხუმდა და წავიდა და დაგვიტოვა სოფელი. ამას ეხებოდა სწორედ გვახარეს ეს ცნობილი გამოთქმა. მათ თქვა რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია და ბუნებრივია დღესაც როდესაც პრეტენზია რომ არ უნდა გქონდეს, ამას ზუსტად ამბობდა ჩვენ არ უნდა ვიყოთ განხეთქილების საგანი ევროპაში და იმას შორის. ჩვენ ხა პერიფერია ვართ და შესაბამისად რუსეთთან ურთიერთობაში რუსეთთან ურთიერთობაში და დღესაც როდესაც ჩვენთვის როგორ ვთქვა ძალიან საშიში პერიოდიც არის, იმიტომ რომ ხედავთ რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში და ხედავთ რომ იგივე საფრთხის წინაშე, რომელიც უკვე გავიარეთ ერთხელ 2008 წელს შეიძლება აღმოჩნდეთ ხელმეორედ, მაგრამ არის შანსი იმის, რომ ევროპა დავარწმუნოთ, დასავლეთი დავარწმუნოთ იმაში, რომ უფრო მეტად დაგვეხმარან. იმიტომ რომ თუ 2008 წელს იყო ჭოჭმანი და რაღაცა აი ძალიან ბევრი ვთქვათ იყენებდა არგუმენტს, რომ აი სააკაშვილი არის ხედით როგორც ამბობენ ცხელთავიანი და ამიტომ მას რო პროვოცირება არ მოეხდინა რუსეთი ამას არ ჩაიდენ და უკრაინის მაგალითად დაარწმუნა რომ არანაირი პროვოცირება არ მოხდა რა ყირიმში ხო მაგრამ ყირიმის ანექსია მოხდა დღესაც რუსეთი
აგრძელებს ზუსტად დესტაბილიზაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და დღეს აღარ არსებობს განსხვავებული აზრი, ხა თუ მოსყიდულ, თქვა კრემლის მოსყიდულ ექსპერტებს არ ჩავთვლით, რომ რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ არსებობს. რუსეთი არის იმპერია, მას უნდა საკუთარი იმპერიის აღდგენა და ამით კიდევაც გადაფასდა 2008 წელს საქართველოს როგორც ზედმეტი აქტიური როლი. დღეს არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ყველა ფლანგზე დაიწყოს დიპლომატიური თელი თავრობა იყოს, ისევ როგორც წინა ხელისუფლებაზე ხარ, რაც არ უნდა ვიძახოთ, ქონდა ეს ძალიან დიდი პლუსი, რომ ბევრი სტრუქტურა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმაში, რომ ნატოში მიგვიღეთ, ევროკავშირში გაგვაწევრიანეთ, ანუ ეს შენი ნარატივის მოყოლა, რომ რუსეთი არის საფრთხე და ასე შემდეგ. თუ ეს არ იყო, თუ შენ ამასე ბზეჟინსკი ერთვებოდა ზუსტად აი ამ უკრაინის მოვლენებზე ამ ამბობს და მან თქვა თუ უკრაინულმა ხალხმა თვითონ არ იბრძოლა სხვანაირად ხო ევროპა ვერ დაეხმარება თუ შენ არ იბრძოლე შენი თავისთვის თუ შენ არ შეაწუხე და სწორედ ამ მორალური არგუმენტით არ შეაწუხე რომ შენ ხარ პატარა გჭირდება დაცვა შენ იბრძვი თავისუფლებისთვის იბრძვი წარმატებული ქვეყნისთვის იბრძვი იმისგან რუსეთისაგან განსხვავებული სახელმწიფო იყო ხო აი ის რას წინრის წინააღმდეგიც არის მაშინ ის რა თქმა უნდა შენგან არ შექმნის პრობლემას ყველას არავის არ უნდა თავის ტკივილი ყველას დასვენება უნდა ყველას უნდა ზაფხულში წავიდეს და დაისვენოს არ უნდა რომ დაურეკონ და საქართველოს ამორალური იმით უნდა ებრძოლოს. სხვა იარაღი შენ არა კონდენსურზე იყო სარკოზი ისვენებდა სულ არ უნდა და თავის კარლაბრუნის თანასთან ჩვენი სხვა იარაღი არა გვაქვს სამწუხარო თუ საბედნიეროდ არა გვაქვს სხვა იარაღი. თორნიკე აი ცოტას გადაუხო არ მქონდა დაგეგმილი ამ კითხვის დასმა. ამ კითხვის დასმა არ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ მაინც ვიკითხავ აი ახსენა ხავერდოვანი რევოლუციები ევროპაში. მაგრამ პრინციპში სააკაშვილის წინ თქვა იგივე ამოცანა არ მდგარა რაც ვაცლავ ხაველის წინ. გაცილებით უფრო რთული ამოცანა იდგა. გამომდინარე იქიდან რომ აღმოსავლეთ ევროპაში რეალურად მოდერნული ქვეყნების თქვათ დემოკრატიზაცია მოხდა. ეს მაინც ევროპა იყო. იგივე რო აიღო თქვათ ურბანიზაციის ხარისხი თუ თქვათ მოსოფლის მოსახლეობა შეადგენდა ყველგან 50%-ზე ბევრად ნაკლებს ერთადერთი აი პოლონეთი იყო ცოტა ახლოს იმასთან. ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ ჩაიბარა ქვეყანა სადაც მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრობს, რაც ანუ მე სოფლის მოსახლეობის შეურაცხყოფა კი არ მინდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ანუ ეს ავტომატურად ნიშნავს რომ განვითარების პრობლემა გაქვს. გამომდინარე იქიდან რომ 50% როდესაც სოფლის მოსახლეობაში, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ის ქვეყანა წინ ვერ მიდის, ხო? ამის უამრავ. ჩვენ თავს მაინც ვერგებავთ როგორც ირკვევა, იმპორტზე არის ძალიან ბევრი საკვები შემოგვიდეს. კი ბატონო, ხო და ამაზე მინდა და გესაუბრა რამ თქვა და იგივე აი ამ მოდერნიზაციის გზაზე რამდენად თქვათ საწავედით. იმიტომ რომ აი ჯოენლა ისაკ ნათქვამი რომ რევოლუცია, საფრანგეთის რევოლუციაზე კითხეს ცოტა ხმა, ანუ და ძალიან ადრეაო რომ ეს თქვათო რა. ჯოენლა ისეთები გამოიარა კიდე გაათო თქვამს. აქ ერთი რაღაცა ხა იგამე ლაპარაკა ძალიან ბევრი სააკაშვილმა მოახერხა ის საქართველოს როლი გაიზარდა. და ეს საბოლოოში კარგი იყო ალბათ, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა სხვა შანსი არა თუ რაღაცნაირად თავის როლი არ წამოაჩირო, გჭირდებით მე რომ ვიარსებო. თუ ეს არ მოხდება, უახლოეს მეზობელი მიგიერთებს გადაგირვის და ეს ვინ არის ჩვენ გაათვიცით. ond ბევრი რაღაცა როგორც გამოჩნდა, იყო სამწუხაროდ რაღაცებისთვის, მაინც ხალხი ბოლომდე ზად არ აღმოჩნდა რაღაც რეფორმებისთვის. მე მაინც ხალხით არ აღმოჩნდა და ალბათ ამათაც რაღაცეები არის, სწორედ რა თქმა უნდა, რაღაცები მოხდა საკმაოდ უხეშად, რაც ხალხს უდა ამახსოვრდა, მაგრამ რამდენი რაღაცა მოახერხა მან. ესე მგონია მე რომ ესე ვთქვათ, დღეს უპატრონობა ქრთამისაღება დაიწყოს მოსახლეობას ვერ აიტანს. იმიტომ იმდენ მიეჩვია ყველა რომ ქრთამს იღებს მოსახლეობას ვერ აიტანს და ძალიან ძვირი დაუჯდა მთავრობას. ეს ერთ. მეორე არჩევნების გზით ხალხმა ისწავლა მთავრობის გადარჩევა, სააკაშვილის მანდ მაინც არ უნდოდა, ალბათ, მაგრამ ნუ მოხდა ხო, მადლობა ღმერთს. და ეხლა ეს რითი მაგულიანებს, რითი מחარებს. ეხლა პროგრესული მთავრობა როც მოვიდეს, სულ ცოტა ცდელობა მაინც გვიქნება არჩევნებით მოვაშორო და გადავაკეთოთ, სულ ცოტა. იმედია მოვაშორებთ კიდევაც. თუ არა და რევოლუციის გამოცდილებასაც ეგრეთ მომიცით კაცო, ყველაფერი ვიცით, ეს მომენტია. ანუ აი ამ ორს გავუსვამდი ხას. რაც შეიძლება სხვა შორის იუსტიციის სახელი მე კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მაინც ესე მგონია რომ ქართულის ესე ვთქვათ დიდი ნაწილი ამას მანდამაც ისე ვერაფასებს კარგად ესე ვთქვათ. როგორ არა დახურული რო იყო უკმაყოფილება ბაბა გაეჭობა. როგორ არა უკმაყოფილება, რატო გახსნა? არა, არ გახსნიდა ეხლა ეს იზღება ზუმზადიშვილის გაკეთებული რაც შეუძლია აი ჩამოინგრა დაკეტილი ქონდა ეხლა რაღაცა ვაფანე. მე იმდენ ხარ რაღაცა ისე იმიტომ რომ ხალხს პირველად მანდამაც არ გავუშვდა. ნუ სიციედი პროცესი არა, შეიძლება გაიგონებთ ეხლა მე ესე ძალიან ყველაფერს იქ ვერ ვიტულობ ეხლა CRR-ის და იმათ კვლევებში, მაგრამ ჩვენ ხო ვიწევს ურთიერთობა ადამიანებთან. ძალიან ხშირად გაიგონებთ, რომ
ვახ, ეხლა ხას ვისარგებლე და ეს რაღაცა ერთი წუთი დამჭირდა და რაღაცა ხალხის ყოფილებას არ მაღალს. რანცა ნაყოფი გორჩანს იმენ უკვე აითვისა ესე კარგად ბოწონს უკვე. ეს მომენტი არის, მაგრამ ჯამში მე ეს მგონია რომ 40 წელი არა, მაგრამ ალბათ კიდევ 10 წელი მაინც მინიმუმ, ანუ 30 წელი ჯამში ალბათ დაგჭირდება იმის რომ 20-ია. ანუ 40-ის რევერსია ხო იქაც? ევროპული ქვეყანა. ხო, ოღონდ მაგას თვითონ მივყავართ. თუ დაგვეტრეინინგებს აი ხომ თავი ჩავარნა სააკაშვილი ჩემი აზრით. განათლებაში არ ჩაიდო საკმარისი ფული ჩემი აზრით. ამას თვითონაც აღიარეთ. ხო, თვითონ შეიძლება შეგვიანი იყოს. $1 მილიარდი იყო 2008 წელს ჩვენი სახვადრო ბიუჯეტი. $1 მილიარდიც კი გახდა ერთხელ. აი ხომ მაგაზეც მაქვს ამისი 20-30% რომ მოკლებოდა, რომელიც მეგონი არ დაგვაზარებდა, მაგრამ მაინც ომის დროს იმდენი დაყარგეთ კაცმა არ იცის, ხო, ამდენი ტანკი და რაღაცა. გეტყვით ახლა. ჩაბარდა მეც ვფიქრობდი ესე, მეც ვფიქრობდი. რამდენი სტუდენტის გაშვება უცხოეთში? და რამდენი ფული ჩადება აქ ქონოდა კარგი ინსტიტუტები გრამატები. მე ლამას შენობებს უფრო მოვაკლებ. თავარ დაამთავრე ამას ეს იდიშავს იმას რომ გეყოლებოდა მეტი არა უბრალოდ იმის ვარ მოვაპარაკე ახალგაზრდა, არამედ განათლებული ახალგაზრდა, რომელიც მოტყუებაც რუსული პროპაგანდით და შეცდომას შეყვანა, არის გაცილებით რთული ვიდრე ახლა, იმიტომ რომ ახლა opinion leaderები ეყოლებოდა. ზუსტად და იმიტომ რომ ახლა კონკურენცია აიწევდა ეს საერთო დონე მოსახლეობის, მოსახლეობა არ მოტყუდებოდა ეს შავნელი პრესით და შეთქმულების თეორიებით და ანუ საბოლოო ჯამში შედეგი იქნებოდა თუნდაც იმითი კარგი რომ მოსახლეობა ყოველთვის აირჩევდა კომპეტენტურ ხელისუფლებას ყველა დონეზე და ასე შემდეგ. კი, თუმცა აი თავდაცვის ბიუჯეტზე როცა იყო საუბარი, ამახს წინათ წავიკითხე ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემული ინტერვიუ სიკორსკის, რადეკ სიკორსკის პოლიტიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და იქ წერს რომ უკრაინა ახლა, როდესაც აი ყირიმი რატო დათმო უბრძოლველადო, ეკითხება ჟურნალისტი, ხო, ეს პრეტენზია ხო გაჩნდა რომ რატო თმობთ ახლა რა ამ ყველაფერს, რატო გონიათ რომ თქვენს მაგივრად ვინმე იბრძოლებს, ხო? ახლა ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის პოზიციაც გასაგებია ამ შემთხვევაში და ბიჭო საქმე იმაშია რომ უკრაინა ახლა იმკისო იმ ილუზიების შედეგებსო რომ მეგონა რომ ანუ ნეიტრალური პოზიციები თქვა სამხედრო თვალსაზრისით დაიცავდა და 20 წლის განმავლობაში არანაირი ინვესტიცია ფაქტობრივად არ განუხორციელებია იმაში რომ ჯარი განვითარებულიყო და ეს და ხო გახსოვს ანუ მაშინ ხშირად ისმოდა და მეც მქონდა ეს პრეტენზია ფაქტია რომ ჯარის განვითარებამ გარკვეულწილად და იმ თუნდაც იმ 3 დღე გაძლება მიქ შეიძლება რაღაცა უკეთესად გაკეთებინა. ოღონდ დაკრას ვამბობ. შეიძლება უფრო მცირე ბიუჯეტით აგვეყიდა გაცილებით ნაკლები ტანკი და გადავიტანა ყურადღება უფრო სხვა რაღაცებზე. ნუ აი უკვე ხო ჩემი აზრით თავარი ესე თქვათ ესე თქვათ თავარი ძალა თავარი კაპიტალი ჯარის არის გაათლებული ოფიცერი და ჯარისკაცი. უფრო მეტი ფული სამწუხაროდ რომით გაცილებით ზვირიჯდება მიდიოდა შეერაღებაში ვიდრე თული შესაძლებელი პერსონალის ტრენინგი. აი ამას ვამბობ ზუსტად პერსონალი. ჩვენ ყოველდღე უფრო პატარა პატარა და მობილური არმია, კარგი ოფიცრები და კომპლექტები. ეს საინტერესოა სხვა ალასანიას უწყება მოამზადა ახლა ეს დასკვნა, რომელიც შეისწავლა რა შეცდომები იქნა დაშვება, ოღონდ სამხედრო თვალსაზრისით მან სწორად ახსნა ის რომ ეს არ არის იქ რაღაც პასუხისმგებლობის თემა, ან წინამთავრობის პასუხისმგებლობის თემა. უბრალოდ სამხედრო არ მოეწონათ მაგის გამო დაგანაწილეს კი. საერთოდ ამ მთავრობამაც რაღაცნაირად მიმაჩნია რომ მაინც შეაჩერა. კი ბევრს საუბრობენ იმაზე, ჯერ ერთი მიმაჩნია რომ ეს ფონდი 7 მილიონი რომელთაც უნდა არა ის თანაინვესტირების ფონდზე კი არ ვსაუბრობ. რითიც სტუდენტები უნდა უცხოეთში გაუშვათ. ეს გადაიტანეს პრემიერ-მინისტრთან, ხო. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მარგველაშვილის კადრია განათლების მინისტრი და პრემიერს ჭირს რაღაცა ეს მარგველაშვილს ართმევს ყველაფერს რაც შესაძლებელი. არ ვიცი, ფაქტია, რომ მას უფრო ახლოს უნდა რომ კონდეს ეს ფონდი, მას კარგად გააკონტროლოს და არის კიდევ ერთი უცნაური რაღაც ამ ფონდში, მე მგონი ძირითადად უფრო სახელმწიფო მოხელეებს, იმიტომ რომ თვითონ ამბობს, რომ დავუდებთ ხელშეკრულებას, რომ ჩამოვიდნენ და მე აქ იმუშაობ. სახელმწიფოსთვის იმუშაობ, სახელმწიფო უწყებებში. რაც მიმაჩნია, რომ თლათ გამართლებული არ არის. კი ბატონო იყოს ასეთი ფონდი არსებობდეს, მაგრამ ძირითადად სხვასაც უნდა შეეწყოს ხელი, რომ წავიდეს. და ვფიქრობ, რომ ეს არის ცოტა. და კიდევ ვფიქრობ, რომ გია დვალი როცა ჩამოვიდა და რაღაცა კონცეფცია დაიდო, ეს კონცეფცია უცებ აიღეს და შემოდეს თაროზე. მე ვერ გაგია დვალი ახლა საერთოდ. მე ვერ არაფერი უბრალოდ მარგველაშვილი როცა იყო მინისტრი ამ პერიოდში აი ამ პერიოდში მისი ეს რაღაცა თეორია აიღეს და თეორია კი არა მისი კონცეფცია აიღეს რომელიც ვერ იქცა რეფორმად უფრო გაწერილად რაცვლილებები არც საზოგადოებრივი დიდი დისკუსია კი რა თქმა უნდა არ განვითარდა დღევანდელმა პრეზიდენტმა მაშინდელმა მინისტრმა რაღაცნაირად თითქოს მიაჩუმა ეს და ეხლაც არავინ არ საუბრობს და
ძალიან ისევ ჭრილში არის განათლების რეფორმა, იმიტომ რომ ის არის ძალიან წირზე მწირი, რაც მიმაჩნია რომ პრემიერმა რაც ილაპარაკა. უფასო წიგნები ხო ცხადი. კი ბატონო, ეგ არ არის რეფორმა. მე რა, აი მთავრობა ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აი როდესაც თქვა საუბარია იგივე გარღვეულ ბიუჯეტზე, იგივე თქვა რაღაც გაჩერებულ ეკონომიკაზე შემცირებულ ინვესტიციებზე და ასე შემდეგ, ხო მართლა მილიონიანი ინვესტიცია დავკარგეთ იმის გამო, რომ მიწებზე მორატორიუმია გამოცხადებული, ეგვიპტური კომპანია გავიდა უბრალოდ, იმიტომ რომ ვეღარ არის მორატორიუმი. ხო თქვენს რომ აღარ არის მორატორიუმი. ისევ არის მორატორიუმი. კი, არის, არავის არ შეუძლია. მაგრამ შეკითხვა მაგ ამბობ რომ სამაგერო ჩვენ გავათავისუფლეთ მედია. ნუ იქ სასამართლო რაღაც თქვა. ეს თქვენ ვიქნებთ უნიშნელოა. მედია. არა, მედია. კი, არა, ვიტყვი სასამართლომდე მივალ. მედია გავათავისუფლეთ. გასული აი დღეები, გასული დღეების მოვლენები, რუსთავიორზე, თქვა იქ სისხლის სამართლით მუქარა იქ გარკვევა იმის რომ თურმე მოსასმენი აპარატურა დგას მე როცა პროკურატურის განცხადება რომ თურმე ეს რუსთავიორის დირექტორის მიერვე არის იქ ხელდასხმით არის თქვა ეს რაღაცა ნებართვით არის დამონტაჟებული ასე შემდეგ. აი ეს გაფიქრებინებს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება დღეს მედიას უფრო ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას უფრო როგორ თქვა კონსტრუქციულად უყურებს, ვიდრე წინა უყურებდა. ნუ სანამ სპეცრაზით არ შევარდება, ალბათ ასე ვიფიქრებთ, ხო? იმიტომ რომ თუ იმას ვადარებთ, ის არის ეს რა ქვია, როგორ თქვა, თამასა, ხო? სპეცრაზით შევარდნა მედიაში. და თუ იმ თამასას ვადარებთ, ბუნებრივია, ხო, ყოველთვის გვექნება სათქმელი, რომ იმათ ჯობიან ამ თვალსაზრისით. სანამ ესენის ღმერთმა არქნას და სადმე სპეცრაზით არ შევარდებიან. დანარჩენი ხა რაც მოხდა რუსთავიორთან, ბუნებრივია, ეს არის სამარცხინო ფაქტი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება ამას გამოიძიებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთა, ვინ დაამონტაჟა, ვინ იწერდა და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობა რომ გამოიძიოს არის ხელისუფლებაზე და აქ მარტივი ფორმულა მუშაობს, არა? როცა ვალერი გელაშვილი ცემეს, ხო, და ამბობდით ჩვენ რო არ ვიცით ხო ფაქტია რომ სადაი რომ ხელისუფლებამ ცემა ჩვენ ამბობთ ვიდრე ხელისუფლება არ გამოიძიებს მანამდე ჩვენ გვექნება უფლება ვთქვათ რომ ეს ხელისუფლებამ ცემა და თუ გამოიძიებს და დაგვიმტკიცებს რომ სხვა ცემა კი ბატონო გავჩუნდეთ დაახლოებით ესეთი რაღაცა არის ამ შემთხვევაშიც ვიდრე ხელისუფლება არ გამოიძიებს ისე რომ ყველა არავის ეჭვი არ შეეპაროს მის გამოძიებაში და არ გვეტყვის რა მოხდა რეალურად მანამდე ჩვენ პასუხისმგებლობა იქნება მასზე და გვექნება უფლება ვთქვათ რომ ეს მისი გაკეთებულია თუ საწინააღმდეგოში დაგვარწმუნებს კი ბატონო ავწერთ ხელს და გავჩუნდებით ახლა მეორე ფაქტი რაც შეეხება საერთოდ ამ ერთმანეთის ჩაწერასთან დაკავშირებით, ხო? ხელისუფლების განცხადებას, რომ ეს არის რაღაც პორტაბელური ისინი რაღაც ნაციონალურ მოძრაობას მოიპარა ასე შემდეგ. აქ იმაზე კი არ არის საქმე, მე მჯერა თუ არა მას ნაციონალურ მოძრაობაზე შეიძლება ყველაფერი დავიჯერო, ბოლო დროს ისეთი რაღაცები მესმის ხოლმე მათი გაკეთებული, ხო, მოყოლებული კადრებიდან და რაღაც. დამტკიცებული რა გესმის? ხო, ეგ სხვა საკითხია. მაგრამ მე რას ვამბობ, მე რას დავიჯერო ნაციონალურ მოძრაობაზე, ამაზე კი არ არის საუბარი. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ოდესაც შენ ხელისუფლება ამბობ, რომ მე რაღაცა მომპარეს და ერთი წელი ვერაფერი ვერ ვიპოვე და ვიღაცა თურმე ოპოზიციამ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იყენებ ამით თავს და საბოლოო ჯამში ეს ასე იყო თუ ისე იყო ყველა ვარიანტში შენ ხარ უკაცრავად ამ სიტყვისთვის და გაბანძებულ ვარიანტში გამოდიხარ იმიტომ რომ რაღაც სისულელებს ლაპარაკობ ადამიანები გეუბნებიან რომ ასეთი რაღაც ხდება ქვეყანაში დანაშაული და შენ იძახი რომ თურმე ოპოზიციამ მოიპარა და მე ერთი წელი ვეძებე და სხვა დღეს ლევან იზორიას ჩართვა მქონდა რადი პალიტრაში და სწორედ ეს ვკითხე ლევანს რომ კი მაგრამ ერთი წელი რატო ვერ მოძებნეთ მეთქი და გამოძრავდა იზორიას რაღაცას რატო რომ მოისმინოს თქვენად ეს რო გეკითხებ აი ბატონ ლევანის პასუხი იყო რომ ჩვენ ეს აპარატურა ისეთი მაღალი ტექნოლოგიაა რომ მისი აღმოჩენა არის ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ არ მისი დაფიქსირება რაღაცით დაფიქსირება არის დიდი პრობლემა და ჩვენ ეხლა ვყიდულობთ რაღაც ზვირადღირებულ აპარატურას რომელიც სატესტო რეჟიმშია რომელმაც უნდა აღმოაჩინოს ეს მაგრამ ამაზე ერთიანი ეს უნდა აღმოაჩინოს მაგრამ მეორე პრობლემა არის ის რომ მეც ვეკითხე ბატონ ლევას რომ პორტატული მე არ ვერ ვერკვევი ახლა მართლა რა ვარ ამის სპეციალისტი მაგრამ მარტივად ხო ახლა უყურებ ახლა პორტაბელური არსებობს რაღაც აი წაიღო კამერა ვიდეო კამერა დააყენო. გამიგია ასეთი პორტაბელური აპარატურაც რო აი შენობასთან დადგები რაღაც რადიუსზე და იქ შეგიძლია არა, უახლოესი ანძიდან ხსნის სიგნალს ეგ შეგიძლია გააკეთო. მაგრამ ანუ აშკარად პორტაბელური არის. ტელეფონის სიგნალს ხსნის. ტელეფონის უახლოესი ანძიდან ხსნის ტელეფონის სიგნალს ოღონდ ეს არის ესე მასობრივი ამას ვერ გააკეთებ იმიტომ რომ უნდა მიხვიდე იცოდე ობლიგატორია სპეციალური მანქანაა და ამის აღმოჩენა სპეციალური რადიუსზე აკეთებს.
კი, ცხადია, მანქანით მიდიხარ, შენ სახით გამოგიცოდნენ, მიდიხარ. მართლა მაინტერესებს. არა, მობილური ზარს როგორ ხსნი ამზიდან? ამზიდან ხო ხსნი? არის მე გეტყვი რა გავაკეთე ამ თემაზე გადაცემა. არის ისეთი, არ ვიცი, სხვა ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კვლევა ჩავატარეთ ამ თემაზე, მოსმენების თემაზე, ამის ტექნოლოგიებზე, აი ყველანაირ ტექნოლოგიებზე, ისიც კი მივიღე მაგალითად თამარასგან, რომ ამერიკული ტექნოლოგიები რაღაც გინდოდა, მაგრამ ნუ სრული ინფორმაცია რომ მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის როგორ ხდება მოსმენა და ეს სამწუხაროდ ახლა ძალიან ნანოფ ეს პილინგატორი ამოვიღე უბრალოდ ისე უმნიშვნელოდ მივიჩნიეთ მოსმენების აღმოჩენას აკეთებს სწორედ. ხო, და პილინგატორი არის ეს სპეციალური მანქანა, რომელიც მიდის ანძიდან ხსნის ესე თქვა სიგნალს და აი აქ აკეთებ აი ძალიან შეზღუდულ ტერიტორიაზე. თუ იმანძახან არ დგას უსუფაშვილი როგორ მოусმენ? თუ სხვა ანუ ამ სატელეფონო და თანაბრების ორივე ხმა. აი ისო როდესაც თქვა იმ ტერიტორიაზე ხდება, ხო, თქვა ამას იყენებდა წინა შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა იმ ტერიტორიაზე, აი რაღაცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც თქვა სხვა სისტემით ვერ უსმენდა და აი ამ ტერიტორიებზე იყენებდა ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ხო? როდესაც იმ ადამიანებს უსმენდა, სადაც რომლებიც იქ იყო. ბატონ ლევანის ერთი არგუმენტი იყო კიდე რომ პილინგატორის აღმოჩენა სპეციალური როგორ უსმენდნენ გერმანულ ოპერატორებში ყვარეთ და ჩავიყუსებდნენ. ნუ არ ვიცი ესეთი არგუმენტები მოვისმინეთ. ანგელა მერკელს როგორ უსმენდნენ, ეს ანგელა მერკელი გაარკვევს ობამასთან და ტერიტორიას. მოდით, აი რადგან გადაბრალებაზე წავიდა, აი გაბანძება თქვი, ხო, თავსი ბანძებენო თუ რაღაცა. მე მინდა მოვისმინოთ ის განცხადებები, ანუ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება ხელს იშორს ნაციონალური მოძრაობისკენ, რა წუთშიც რაიმე პრობლემა შეიქმნება ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკური ბიუჯეტი, თქვათ იქნება ეს, არ ვიცი მე, შპრიცები სადარბაზოებში თუ ასე შემდეგ და მინდა რომ ამას უსმინოთ, მოვუსმინოთ და მე გავაგრძელოთ. დაიწყოს გამოძიება აუცილებლად, იმიტომ რომ ხაზების დაზიანება რომელიც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს, ფაქტიურად ყველა მიმართულებით ერთ და იგივე სახის დაზიანება ფიქსირდება. რამდენიმე თვის წინ აღიძრა საქმე მიზანმიმართულად ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით, ეს კობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ ხორციელდებოდა გასროლა. ან რაღაც დივერსიას გულისხმობთ, შესაძლოა ეს ვერსია? მე პირდაპირ კავშირი არ მინდა გავაკეთო, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ყველა მაღალგადამცემ ხაზზე გვაქვს ერთ და იგივე დაზიანება რამოდენიმე ადგილზე. ნუ თუ ესეთი სულილია, თქვათ, თავარი პროკურორის პირველი მოადგილე ნაცვლიშვილი ან ხვედელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ან გია ხუხაშვილი, რა შეჭირდებოდათ მათ ეს? ვის შეჭირდებოდა ეს? თული ასახსნელია. არა, ჩემი ვერსია მარტივია. ამ კადრებს ვინ იღებდა? ვისი პროფესია იყო ეს კადრები? ნუ თუ თქვენ ეჭვი გაქვთ რომ ჩვენ ნუ თუ თქვენ ეჭვი გაქვთ რომ ახალი ხელისუფლება შეიძლება ამით იყოს დაკავებული, თუ ამის ეჭვი გაქვთ ძალიან ცუდია. მაშინ საერთოდ ვერ შეგიცნიათ თქვენ ახალი ხელისუფლება თუ ამის ეჭვი გაგაჩნიათ. არ არსებობს მსგავსი წარმოუდგენელია მსგავსი რომ დღევანდელმა პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი კადრები გადაიღოს და მაგაზე იმუშაოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები და ეს ვიდეოზე გვაქვს გადაღებული, ჩვენ ამაზე ვაწარმოებთ გამოძიებას, თუ როგორ ყრიან უხმარ შპრიცებს. სადარბაზოების წინ. ანუ თქვენ თვითონ საგანგებოდ ხდება. რა თქმა უნდა, ბარა. ნარკოტიკების რეალიზაცია ყოველთვის ხდებოდა საქართველოში. მე მინდა გითხრათ, ის არ ვიცი რაზე მსახურება მისი განცხადება გასაგებია. მე კონკრეტული მაგალითს გითხარით, რომ რამდენიმე ადგილას ჩვენ მოვახერხეთ და ვაფიქსირეთ, რომ კონკრეტულად ესა თუ ვიღაც ადამიანები ყრიდნენ უბრალოდ უხმარ ახალ შპრიცებს. იმ ფონიში საქმნელად რომ აი მაგალითად თქვენ მითხარით, რომ სადარბაზოების წინ ხდებათ მოქალაქეებს ხდებათ შპრიცები. ხო, ბევრის გამსმენია რა ძალიან, კი ბატონო, ეს ყველაფერი გამიზნული არის იმ ფონიშ საქმნელად, რადგან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. ისინი საუბრობენ, რომ ჩვენი მთავრობა არის დესტრუქციული, რომ ჩვენ ვანგრევთ ქვეყანას და ამ შემდეგ. რეალურად აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. წინა ხელისუფლება მუშაობდა ერთ რამეზე, რომ ევროპა და ამერიკა იმ თანხებით, რომელიც ნაძარცო იყო დღეს მაქსიმალურად ფინანსდებოდა ლობისტებით და მედია საშუალებებით, იქ პიარდებოდნენ, რომ ესენი არიან დემოკრატები და იქედან გვაშინებდნენ ჩვენ, რამე თუ საზოგადოებაში მათ დიდი ხანია ნდობა დაკარგეს და ეს ნახეს და ამიტომაც საზოგადოებას არაფრად არ აფასებდნენ.
ამიტომ იხარჯებოდა კოლოსალური თანხები. ძალიან ცუდია რომ უცებ ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩელს აძლევენ. ეს შეიძლება იყოს რაღაც გაუგებრობა ადამიანებს შორის, იგივე შეიძლება ბატონ ციკლაურს ჰქონდა რაღაც გაუგებრობა თავის რაღაც უფრო პირადი შეიძლება ყოფილიყოს. ამიტომ მე ვფიქრობ ეს ყველაფერი უნდა იყოს ისე გამოძიებული რომ კითხვები არ უნდა გაჩნდეს საზოგადოებაში. როდესაც მოხდა ახალი მინისტრის მოსვლა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა ამ სამინისტროში, ჩვეულებრივ ხდება აღრიცხვა იმ ტექნიკური თუ სხვა საშუალებების, რომელიც არის სამინისტროს მფლობელობაში, აღმოჩნდა, რომ იყო ფარული ხარჯებით შესყიდული მრავალი მილიონების ტექნიკა და რომელიც მოხდა სანამ ამ სამინისტროში შემოვიდოდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ტექნიკა იყო გატანილი. საქმე იყო დაწყებული უკვე შარშან 1 წლის უკან, გამოძიება დაწყებული იყო ამასთან დაკავშირებით. რახან ძალიან ესეთი აქტუალური გახდა ეს საქმე, პროკურატურაში მოხდა ამ საქმის გადაგზავნა და პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომელიც მეშვეობით შეიძლება გააკონტროლოს სხვისი მოსმენა ან სხვა ვიდეო მეთვალყურება, ეს ტექნიკა არის გატანილი დაკარგული სამინისტროდან. მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა იმ შემთხვევაში წინამთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და ამ ტექნიკის გატანა ისე გავლენპიროვნებას დამერწმუნოთ არ შეეძლო სამინისტროდან გაეტანა. ესე იგი გამოდის რომ ეს ტექნიკა ვიღაც თქვათ რომელიმე პიროვნების, რომელიც წარმომადგენელი იყო ძველი მთავრობის, შესაძლოა იმათში იყოს გაშლილი. მე ყურებას იწყებ. მოკეთ დაუბრუნდით სტუდიაში. მე აი ჭიკაიძეს ერთი რჩევა მაქვს ხოლმე. გახსოვთ აი დავით თევზაძე ხმას რო არიღებდა და ყველას რო ეგონა რომ რაღაცა განსაკუთრებული, ანუ სანამ ხმას ამოიღებდა, ყველას ეგონა რომ რაღაცა მასში იყო ისეთი მომხიბვლელი თუ აი ჯარისკაცი და ნამდვილ ხმას არიღებს თუ რაღაცა, ну, უბრალოდ უფრო ჭკვიანი ეგონა დაშკარად. მგონი ეს ადამიანი არ უნდა ამან არ უნდა ილაპარაკოს, შეეცადოს რომ კომენტარებისგან თავი შეიკავოს. მაგრამ ფაქტია რომ ნახეთ იგივე, ვთქვათ, ბათუმში სტიქიამ შუქი გათიშა და მახსოვს, ანუ ელექტროენერგია გამოიყვანა წყობიდან და ეს რაღაცა დივერსია. ვთქვათ, იგივე ნარკოტიკებში, საზარბაზოებში შპრიცები მომრავლდა, ნაციონალური მოძრაობა ყრის და კადრები გვაქვს. იცი, სად არის ეს კადრები? ერთი წლის წინ დათქვამია ეს ყველაფერი, სად არის ეს კადრები და აბა სად არის გამოძიება და სად მივიდა ეს. ფარესიშვილის შემთხვევაში ჯერ გამოძიება დაწყებული არ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი იმას ამბობდა, ჩემი მთავრობა ამას როგორ გააკეთებდა ნაციონალების ხელწერაო. ციკლაური ამის თვითონ ცემეს ნაციონალებმა ისე ბოდიში მე ჯერ კიდევ ვერ გამოვედი გრიპიდან. ნინო, შენ შეგეკითხები ამას, რა მდგომარეობაში აყენებს ესე ხელისშვერა ზოგადად, რას ამბობს ნაციონალებს თავი დავანებოთ, ისინი ცუდები არიან, კარგით აი ყველა. ზოგადად რას ამბობს ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე, როდესაც ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება, ყველაფერი არის პოლიტიკური ოპოზიციის ბრალი. რა ვიცი, ეს ფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მათ რეიტინგზე იმოქმედებს, იმიტომ რომ ერთი არის რომ ამბობ და მეორე არის რამდენად დამაჯერებელი ხარ. და თუ ხელისუფლება მუდმივად რაღაცის მტკიცებას და თითის გაშვერას დაიწყებს და მე სხვა დასკვნებისკენ წავალ ლოგიკურად და ისევე როგორც მთელი მოსახლეობა და საზოგადოება, მაშინ ეს გამოიწვევს მათ გაკოტრებას უბრალოდ. მარტივი ამბავია ძალიან, იმიტომ რომ მართლაც რამდენიმე, ეხა ყველა ვერ დავითვალე, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში მართლა ცოტა მოაზროდ გამოვიდა ეს ყველაფერი, თუნდაც ეს ბოლო შემთხვევა ნაციონალების ასე ვთქვათ, თავიდან ითქვა, რომ დაცვა პრეზიდენტის მეც ავყევი ამ ყველაფერს, მაინტერესებდა აბა რა პასუხი იქნებოდა, აღმოჩნდა რომ დაცვას ეს არ ქონია, მსგავსი აპარატურა, ეხა ორწარტული რაღაცა მოსასმენები, აი ყველას გვაქვს წარმოდგენა მაგ თემაზე და ესეც ძალიან სასაცილო მგონია, იმიტომ რომ ეს არის სატელეფონო ჩანაწერი. იმ აპარატურით შესაძლოა ჩაიწერონ აი ჩვენ შორის საუბარი. და დავუშვათ, მე გაავრცელონ. მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ეს არის ორი ადამიანის სხვადასხვა ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სატელეფონო საუბარი. ვის შეუძლია სატელეფონო ოპერატორს? ოპერატორს აქამდე, ოპერატორს გულისხმობ ანუ მათ კი არ ვაბრალებ მსგავსი, აქამდე მსგავსი შემთხვევა არც მქონია, რომ ოპერატორს თავისი ინიციატივით რამე როდისვე გამოემჟღავნებინოს, მით უმეტეს ესეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკების, ხო? და მოხელეების. ოპერატორებმა არც იციან და
სწორედ ამაზეა ლაპარაკი. შანსი, მე ვაბობ თეორიულ გათვლებს. ვის უსმენენ ესე არა, რო არიციან მოსწავლე თვითონ ხო აქვს შანსი რომ აიღო. მე ვაბობ თეორიულ გათვლებს. აქამდე მსგავსი არ გქონია, ეს არის ძალიან საშიში მათთვის და მათ ეს ძალიან, რა ვიცი, აქამდე ესეთი რამე არ ყოფილა, რაც ძალიან ამცირებს იმ შანსს, რომ გამოძიება მივიდეს მაგამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედაც აი ოპერატიულ ტექნიკური განყოფილება, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისედაც სატელეფონო ჩანაწერებს ეგენი ეგ განყოფილება უსმენდა და ვფიქრობ, რომ ვიღაცა ადამიანმა გამოიტანა ეს ჩანაწერი. ვისმისა რა მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, რომ ჯობია ჩვენ უფრო მოგვეწონებოდა ეს ხელისუფლება და ჩემ თვალში უფრო ასე ვთქვათ, კარგი მმართველობის მაგალითი იქნებოდა, რომ დაიწყონ ძებნა, მოდი ჯერ დაიწყონ იმის გამოძიება და ძალიან სწრაფად გვითხრან, რამდენად უკანონო იყო ეს ჩანაწერები, იქნება და თეორიულად მოდი ესეც დავუშვათ, რომ იქნება რომელიღაცა ხო, მეც მაგას ბოკერიას რაღაცა მიარჩი ხაფხაძე არის აღწევთ ბოკერიას წინააღმდეგ ზუსტად არ მახსოვს ეს. თუმცა მაშინ იყო საქმე ბოკერიას და არა, საქმე არც არა, საქმე ესე ბრალი გიგასთვის დაყენებული ისედაც არ აქვს. საქმე ვაშინგტონ პოსტის წერილი როდის გამოქვეყნდა. აი მაშინ მაგას უკავშირდებოდა ედიტორიანი. მოიძიონ, ეხლა ჩვენ რო არ დავიწყოთ მაშინ იყო ისე იყო, ასე იყო, ისევე როგორც უგულავას წინააღმდეგ ზუსტად იცით რომ სისხლის სამართლის საქმე იყო და ისევე ნუ ეხლა ფიფია და საგანელიძე არ ვახსენდება სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა ვიცი მოდი რა დადონ გამოძიებული საქმე იყო თუ არა კანონიერი ჯერ ეს მოსმენა. თუ კანონიერი იყო, მაშინ მართლა მოძებნონ ეს კანონიერი მოსმენა. თეორიულად უშუალოდ. ხო, ეს მერე მოძებნონ ეს კანონიერად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები უკანონოდ ვინ გაიტანა მათი სისტემიდან და ჟურნალისტებს თავი დაანებონ. იმიტომ რომ იბნევიან მოსახლეობაში ხშირად მეკითხებიან ადამიანები ჩემს გარშემო რომ იცი რა ეს ასეთი მუხლი ასე ჟღერს მოპოვება და გავრცელება. მოპოვება და მომპოვებელი, უკანონო მომპოვებელი და გამავრცელებელი არის ის, ვინც ეს ჩაწერა და გადასცა ჟურნალისტს, გადასცა მედია საშუალებას. მედია საშუალებას სულაც არ ევალება მისი დამალვა და პირიქით ვალდებულიც არის გამოაქვეყნოს, იქნებდა ისევ ხელისუფლება უკანონოდ ხომ არ უსმენს ადამიანებს. კი, მაგრამ ხელისუფლება ესე არ ფიქრობს, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჯერ ერთ ეკას მინდა. საღიაზ ვიქარის რომ ამახედავად იმისა რომ ძალიან თუ ფიქრობ, ადექი და ტყუილად მაინც ჩაატარე, ფორმალურად მაინც ჩაატარე ეს გამოძიება. დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, გუშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ფრაქციის თუ ვინ არის მანანა კობახიძეს რა პოსტი უჭირავს მართალი გითხრათ, არ ვიცი, ვიცე-სპიკერი, ეგ და საერთოდ პროკურატურა პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა ფაქტობრივად მასალის გამომქვეყნებელს. მეც ასე აღვიქვი რომ ეს იყო მუქარა, რომ იქნებდა შეფერხდეს. კი, მაგრამ მან არის ერთი რაღაცა, მუქარა ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლად ითვლება მუქარა, როდესაც მას აიძულებ რამენაირი ფორმით, არ გამოაქვეყნოს. აიძულებდა კანონით. აიძულებდა კანონის მუხლით ემუქრებოდა არასწორი ინტერპრეტაციით, მაგრამ მუხლით ემუქრებოდა, მაგრამ ემუქრებოდა პროკურატურა, ხო? რომელსაც შეუძლია რომ ეს ყველაფერი სიცრუელში. პროკურატურაც იგივეს ამბობდა. პროკურატურამაც იგივეს ამბობდა. იქნება ამის გამო. ამის გაკეთება იქნება უკანონო. ფაქტია, ბრიფინგი ჩაატარეს წინასწარ 7 საათზე ჯერ რაღაცა გადადეს მე რატომღაც მგონია რომ მაინც გვარამის პროკურატურიდან ნამდვილად უკვე ის არის. კი, ანუ პროკურატურის მხრიდან კი კარგი ვთქვათ ეს დეპუტატია და მიედმოედება რაღაცებს და უნდა ქონდეს კიდეც ალბათ ამის უფლება, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე. გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მერა, ბეკა, თორნიკე, ყველას გეკითხებით, ასე თავდაყირა აყენებს იმ კანონმდებლობას, რომელიც უკავშირდება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია, რომ ის ინარჩუნებდეს საერთოდ ამ თანამდებობას? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკაბესელია უფლებადამცველისთვის შეუფერებლად იქცევა, იგივე წინა 17 მაისის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნაც რომ გავიხსენოთ, იქაც დავინახავთ ჩვენ ამათ, მაგრამ ეს ძალიან აშკარა იყო, რომ ფაქტობრივად დაიმუქრა, თუ აპირებთ ზოგადად ჩივილს და არც ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ პროკურატურიდან დაბარებას ველოდები. იმიტომ რომ საინტერესო არის 120 საათი მაგალითად სასარგებლო საშრომარო გასტი
გასწიოს ქალბატონმა ბესელიამ, არ იქნება ეს რაღაც. გადავიღოთ როგორც ახლა ბერლუსკონის იღებენ, ხო? კი, რატომაც არა. ითვალისწინებს თანამდებობის გამოყენები. მithuetes ახლა ჩვენა CNN-მა ესე იგი როგორ მუშაობს საზოგადოებისთვის ბერლუსკონი. ფოტოშოპი არის ყოველ. არა, მართლა. არის მუშაობა, მაგრამ ერთი ფოტო აშკარად ფოტოშოპი იყო, იმიტომ რომ ძალიან ფოტოშოპი ვიდეო ვნახე. დასაცმელში იყო და კი, თუ აპირებ. არ ვიცი, მე უბრალოდ ერთ რამის თქვა მინდა ეს რომ თემა რომ გავაგრძელოთ, რაღაცა განცდა მრჩება, რომ აი საბავშვო ბაღში ვართ ხელისუფლებაში, აი რაღაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, იმიტომ რომ აი სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც აი მარგველაშვილსა და დანარჩენ მთავრობას პრემიერ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობა, აი ესე ჩემი 6 და 4 წლის შვილები არ ურთიერთობენ ესე ვთქვათ, რომ წავიდეს მთელი მთავრობის, ხო, როცა გაიბუტებენ, წავიდნენ მთელი მთავრობის შემადგენლობით რაღაცა თქვა ერთი ток-შოუში და არ წაიყვანონ პრეზიდენტი და მე პრეზიდენტი არ წამოვიდა პრეზიდენტმა თქვას, რომ არ იცოდა ამ შესახებ საერთოდ, რომ ეს ერთმანეთს გადააბრალონ. ხოლო საბავშვო ბაღში ხდება რომ ეს ერთმანეთს გადააბრალონ, რა ყველაფერს თქვა რომ არა მე არ გამიკეთები, ეს ამან ჩაიდინეს, ნაციონალებს აბრალებენ ყველაფერს, ხა არასერიოზულია და რაც ყველაზე სამწუხაროა, აი გუშინ შაბათს აი ბესელიას რო ვუსმენდი, როდესაც კანონზე საუბრობდა, ხო? აქ ელემენტარულად არის პროფესიული თავმოყარეობა, ხო? რომ აი ესე არ დაამახინჯო კანონი, ან ესეთი უვიცობა არ გამოემჟღავნო კანონის ცოდნის. მე მაინც არ ვიცი პოლიტიკოსია ვიდრე არა, ეს ხო არ ამნიშნულობაა. ძალას თავმოყარეობა ხო არსებობს, ანუ აი სულ მიფიქრე აი რამე თუ გამიმართლებია ისეთი, ისიც აი ესეთ შემრცხვებოდა. ხო, არ შეიძლება საერთოდ ამოაგდო კანონის სიტყვის თავისუფლების შესახებ, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, საერთოდ ქართული საკანონმდებლო ხსენდება მე არც ერთი ნორმაო, სადაც სადაც არის აბსოლუტურად ღიად რომ ეს დათქმა. ეს ეთერში მქონდა ჩარტი. შენ მქონდა ჩაკითხო? ხო და იქ ახალგაზრდაობის ასოციაციის ხომ შეარბილა პოზიცია. არა, ახალგაზრდა ასოციაციის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იყო გიორგი გოცირიძე, რომელიც საკმაოდ არგუმენტირებულად დებატებოდა მას, მარტივად უხსნა, ანუ იქ რაზე არის საუბარი, რომ სიცოცხლის კოდექსში წერია, რომ მოპოვება და ანუ როგორ წერია. შენახვა გავრცელება, მოპოვება შენახვა. ამის მოპოვება და უკანონოდ გავრცელება, უკანონო გავრცელება არის დასჯადი. ხო და ახალგაზრდაობის ასოციაცია ამტკიცებდა რომ რადგან არ წერია რომ მოპოვება და გავრცელება და არამედ წერია ორივეგან უკანონო, ანუ იმას ნიშნავს რომ არა მარტო მოპოვება უნდა იყოს უკანონო, არამედ გავრცელებაც უკანონო უნდა იყოს, იმიტომ ორი უკანონო წერია. ამ სიტყვებზე მიდის აქ საბოლოო ჯამში დავა და მე რო ეს ხო ამეღო როგორც პორტაბელური მოსასმენი მოწყობილობა, წამეღო და ამედო ჩამეწერე 2013 წელს ამ ყუთი შენიერ პორტაბელური მოწყობილობა სხვა შორის ჩამეწერა ეს, ანუ მე მომეპოვებინა. კი, ეს იქნებოდა კანონის ეს იქნებოდა კანონის დარღვევა. ასანჟის მოპოვებული მასალები მთელი საერთაშორისო პრესაში მიიღებდა მონაწილეობას გამარტოს ეგარი იქნება. იურისტების დებატები მქონდა და ამიტომ გამომარტავ თუ შეიძლება უკანონოდ რო არის მოპოვებული ამაზე არავინ არ დაობს. აქ დავა მიდის რომ ეს უკანონოდ მოპოვებული მასალა. თუ უკანონო ჩანაწერია, არც უკანონო მოპოვება არ არის. არ არის, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინტერესი ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეობრივი ვალდებულება ამხილოს თავისი ინსტიტუცია და ბოლო-ბოლო კანონით არის დაცული ეს და მამხილებლებსაც იცავს whistleblower-ები. შემთხვევისთვის თანამდებობის შენარჩუნებით ბაც კი მისთვის იქნებოდა შესაძლებელი ამოხლის პირობებში. არგუმენტი რა იყო, როდესაც გაყვებოდნენ ამაში რომ ეს არის უკანონო ჩაწერა, ისე უგნებოდა რომ უკანონო გავრცელებაც უნდა იყოს და უკანონო გავრცელება რომ დადასტურდეს, ამისთვის საჭიროა რომ სხვა კანონს მივმართოთ. ეს არის თქვათ სიტყვის და თავისუფლების კანონი, ანუ იმ კანონმა უნდა გითხრა შენ ეს იყო უკანონო გავრცელება თუ არა. უკანონო გავრცელება არის მისთვის, ვისაც დაცვა ევალება, ვისაც კანონი ავალებს დაცვას. კანონის დაცვას ჟურნალისტებს არ ავალებს, ამიტომ მათ მიერ პირიქით ავალებს გავრცელებას და მათ მიერ ინფორმაციის გავრცელება. არანაირი კოლიზია არ არის, აბსოლუტურად არ არის. იქ არის ზოგადი საუბარი და აქ არის სპეციალისტები. იმ კანონში, სადაც გავრცელება არის, გავრცელება იზღუდება, ის კანონი არის ზოგადი. ხვალ რო დამტკიცდეს, ეს ჩანაწერები იყო საერთაშორისო პრესა, ასე ვთქვათ, მოსმენ
უნდა იყოს მიცემული პასუხისგებლობა მარტივ რამეზია საუბარი. გავრცელებული მასალები არ ქვეყანა. თან ის აბსოლუტურად უკანონო არ იყო არაფერი. იყო შეუძლებელი კაბელები. უკანონო გავრცელება და ამ კანონში არ არის დაზუსტებული რა იგულისხმება უკანონო გავრცელებაში, იმისთვის რომ გაიგო რა არის უკანონო გავრცელება, უნდა მიმართო იმ კანონს, რომელიც აზუსტებს რა არის უკანონო გავრცელება. მეკონი მანდ უკანონო მხოლოდ საბოლოოდ იქნება ვინც ჩაწერა და ეგ არის. დანარჩენი გამავრცელებელიც არ იქნება. იმიტომ რომ გამავრცელებელი ეს არის უკანონო ქმედება, ეხა მაგალითად რომელიც ამხელს აქ რო ყოფილიყო ჩვეულებრივი საიდუმლო მიმოწერა, სადაც არაფერი უკანონო არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში ის დასჯადი იქნებოდა, მაგრამ აქ whistleblower-ი Watergate დაახლოებით ესეთი იყო. ანუ იმ ფელკმა გასცა თავისი ხელმძღვანელობა, რომელმაც აი ესეთი რაღაც გაკეთე, ხო, შეაგზავნეს იქ, მერე ვითომ რაღაცა და მან გასცა კი და ეს მედიას აქ რო არაფერი მოკეთ, იმისით რა მინდა რომ კომპეტენციის მინიმალურ სხვა აი დამწყები იურისტის ანაბანასავი და შენ იურისტი ხარ? მოქალაქე. თამარ, არა, სხვა მოქალაქე მართავ. არა, დამწყები იურისტის არა თუ რაღაც ამ ადამიანისთვის, რომელიც არის რაღაცა ვიცე-სპიკერი ან კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, დამწყები იურისტისთვისაც ნათელია, რომ ამ შემთხვევაში და მე არ ვიცი ხა აქ რა არ ამგონია უბრალოდ, არ ამგონია რომ ასეთ უვიცობასთან მქონდეს საქმე, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ამ 1 საათით ადრე წაიკითხავდა იმ კანონს და მოიძიებდა ხო ძალიან მარტივია ამის გაკეთება. არა, განმარტება არ არის, ის ტყუის უბრალოდ. აქ განმარტება არაფერს შუაში არ არის. მე აბსოლუტურად აი ნებისმიერი სხვა არასახელისუფლებო, ჩვენ ხო საუბრობთ აქ სხვა რომელიმე ადამიანს, რომელიც არ ეკუთვნის უშუალოდ დაინტერესებულ მხარეს, ანუ ხელისუფლებას სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიუცია ან ახალგაზრდა იურისტებს, ან სხვა ნებისმიერი იურისტს, ან რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე. ანუ აქ არ არსებობს ინტერპრეტაცია. ის კანონი, რომელსაც ისინი ეყრდნობიან ამ ფარული მოსმენების შესახებ, არის მათი მიღებული. თუ მათ რომ ეს კანონი ისე მიიღოს, როგორც განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პრესის თავისუფლების ინდექსში უნდა ჩამოვარდეთ სადღაც აი იმაში რა ქვია. ეს გააკეთებენ, ზუსტად ვიცოდი რომ არ ეწერა განხორციელება პრესას უზღუდავს, რომ ამხილოს ხელისუფლება თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის გზით, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა. მაშინ გამორიცხულია, ხო? და თან ყველაზე სასაცილო ხო რა არის? ამას საუბრობს ის ხელისუფლება, რომელიც ფარული ჩანაწერების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში საერთოდ, ხო? რეალურად ეხა მაგას ანუ ამაზე არგუმენტი ისელიას იყო ის, რომ ის იყო კონკრეტული დანაშაული იყო. ეს დანაშაული არ არის. ეს დანაშაული არ არის, უკანონო მოსმენა? ხო. კი ბატონო, მოკლედ ჩვენი გადაცემისთვის დრო განკურთული დრო ნელ-ნელა იწურება, თორნიკი ყველას მინდა რომ თუ რეპლიკა გაკეთება გსურთ ამის შესაძლებლობა მოგცეთ თუ არა და მაშინ დამშვიდებებოდი მაყურებელს. კი ბატონო, მე ერთადერთი ის მინდა ვთქვა, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში მივდივარ და აუცილებლად წავიღებ იქ ამ კომპეტენტურ გამონათქვამებს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება და მუქარას, რომელიც მედიის სიცრუის ტირაჟირებას დაიწყებ ახლა იქ ხო შენ? ნამდვილად. აბა მუშაობ ჩემ სიცრუის კი, ჩვენ ტაბულა ჟურნალისტიც მონდის კომისარ ფულესთან შესახვედრად, შესაბამისად ისიც დაგეხმარება სიცრუის ტირაჟირებაში. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს შემდეგ 5 შაბათს შევხვდებით, თქვენ არ გადაარჩევთ ფილმი გალოდებათ ტაბულას ეთერში.